გამარჯობა ძმაურა, შვები რა ვახარ? უმარჯოს, კარგად შე რა ვახარ? კარგად, გაიხარეთ მომადლო. დავიწყოთ? მოკლედ რა როგორ ვქნათ, იცი, მსოფლმხედველობებს შორის რა, ანუ ქრისტიანობა, შენ როგორც ათეისტ აგნოსტიკს, ამ შემთხვევაში ჩემი არგუმენტი იქნება, რომ კრიტერიუმი არ გაგაჩნია რაღაცეების რა, მაგალითად ელემენტარული სიტყვაზე თუნდაც რასაც იყენებ რა კრიტიკისთვის, მაგ ლოგიკის კანონების და თვითონ რაღაცის გაკრიტიკების, ეპისტემოლოგიური კრიტერიუმისა. და ესე განმორჩა. იბატონ. როგორც ვიცი, ისე სხვებმაც რო გაიგონ, შენ ქრისტიანობისა წინააღმდეგოდ გაქვს, მე ძირითადად რასაც ხედავ, რომ ქრისტიანობაში არის წინააღმდეგობა, ხო? contradiction-ი შენ რასაც წერს. იბატონ. ჩემი არგუმენტი არის, ამ შემთხვევაში რაც სდება მაგას, ტრანსცენდენტალური კატეგორიები ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას, რომ შენ მსოფლმხედველობაში საერთოდ მაგ წინააღმდეგობის კანონის საფუძველი არ გაგაჩნია. განაისრო, ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ, რომ შენ ვერ იტყვი რაღაცაზე, რომ ცუდია, ან ამორალურია. მაგალითად, შენ ვერ იტყვი, რომ მონობა ცუდია. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ეს გასაგებია, მაგრამ მე ჩემი არგუმენტი საერთოდ ის არის, რომ განაისრო მორალურ ჭრილში რაღაცას ვერ გააკრიტიკებ. ლოგიკურ დონეზე არ შეგიძლია არაფრის კრიტიკა, იმიტომ რომ წინააღმდეგობის საფუძველი შენ მსოფლმხედველობაში არ გაგაჩნია როგორც ათეისტს. ნახე, მე რა ზოგადად ვჯერა ობიექტური სიმართლის. ამ ობიექტური სიმართლიდან გამომდინარე, შენ რას დაყრდნობით იძახი, რომ მე სტანდარტი არ მაქვს რაიმე გავსაჯო, როგორც სუდი, კარგი ან არასწორი ან სწორი. ზოგადად ლოგიკური contradiction, ნახე ლოგიკურად აზროვნება, ხო შემიძლია მეც და შენს. ლოგიკურად ვაზროვნით ეხლა და ლოგიკურად განვიხილავთ რაღაცებს. ხო? მაგრამ მე არ მაგ ლოგიკურ განხილვაში ჩემი სტანდარტი არის ლოგიკა და შემიძლია ლოგიკურად თქვა რაღაცაზე ან სწორია ან არასწორია ან ერთმანეთს ეწინააღმდეგება. როგორ არ მაქვს სტანდარტი? ჩემი სტანდარტი არის ობიექტური სიმართლე. აისა, მე არ ვამბობ, რომ ლოგიკურად აზროვნება არ შეგიძლია, მე ეს არ მithქვამს. ნახე, მე რას გეუბნები? მე გეუბნები, რომ შენს მსოფლმხედველობაში, ის ლოგიკის კანონი, მაგალითად, ეხლა რასაც იყენებ დებატისთვის, კერძო წინააღმდეგობის კანონი რა. რაც თავისთავად მოიცავს სხვა კანონებსა. ამ წინააღმდეგობის კანონის საფუძველი არ გაგაჩნია როგორც ათეისტს, აგნოსტიკს რა. რო იყენებ ეს გასაღები, რაღაცის გამოყენება და რაღაცის საფუძველი ორი სხვადასხვა ინსტანციაა. ხო ხდები, ვიცი რომ ლოგიკურად აზროვნება შეგიძლია. მე გეუბნები, მსოფლმხედველობაში ამის საფუძველი არ გაქვს ლოგიკის. მე ვამბობ, რომ შენ მსოფლმხედველობაში ლოგიკა არ არსებობს. ჩემს მსოფლმხედველობაში ლოგიკა არ არსებობს, ლოგიკა არსებობს ძალიან ბევრ რაღაცაში და თვითონ ნახე, შენ იძახი, რომ შენ ლოგიკის გამოყენების დროს არ შეგიძლია ერთი ლოგიკის კანონის გამოყენება. თვითონ ეს წინააღმდეგობის კანონი ხო თვითონ ლოგიკის კანონია. ხო, მაგის გამოყენება. მე რატო არ შემიძლია? შენ იძახი, რომ შენ რადგან ათეისტი ხარ, ლოგიკურად ვერაფერს ვერ განიხილავ. მსგავს რაღაც გამოგივიდა მოკლედ. არა, არ ვიძახი. აბა იქ მიხსენი კარგად. მე არ ვიძახი, რომ ლოგიკურად ვერ განიხილავ. მე ვიცი, რომ ლოგიკურად მოაზროვნე ბიჭი ხარ და ჩემი მოაზროვნე ადამიანი ხარ და პიროვნულად მომწოხარ. მე ამას არ გეუბნები, პირადად არაფერს გეუბნები. მე გეუბნები, როგორც შენ, როგორც ათეისტს, როგორც მსოფლმხედველობრივ დონეზე, საფუძველი არ გაქვს იმის, რასაც იყენებ, რატო გეუბნები გეტყვი, იმიტომ რომ თვითონ ლოგიკა მოიცავს ტრანსცენდენტალურ კატეგორიებს რა. ტრანსცენდენტალურ კატეგორიებს იმიტომ ამ შემთხვევაში რომ ლოგიკა არ არის რაღაცა რაც ემპირიულად მტკიცდება. ეს არის ის რაც ტრანსცენდენტალური, რაც პრესუპოზიციურ დონეზე უკვე ნაგულისხმებია იმისთვის რომ ემპირიული ცოდნის რაციონალიზაცია მოხდეს. ხო ხდები რას გეუბნები? მაგალითად იმისთვის რომ შენ სიტყვაზე ჩემთან შემოხვიდეს სადებატო და რაიმე განცხადება გააკეთო, შენ ეს ლოგიკის კანონები წინასწარ პრესუპოზიციურ დონეზე უკვე დაშვებული უნდა ხონდეს, თუმცა შენ თვითონ მსოფლმხედველობაში ამ არამატერიალური, აბსოლუტური, უნივერსალური გულისხმობ ყველგან მოქმედი ლოგიკის კანონები არ გაგაჩნია, საფუძველი არ გაგაჩნია როგორც ათეისტს რა და მე გამაჩნია ამ შემთხვევაში როგორც ქრისტიანს, ჩემი ღმერთი, იდეალურად ხსნის მაგ ლოგიკურ პარადიგმას. და შენ ამ შემთხვევაში, რანაირად გაქვს? კაი, შეგიძლია ლოგიკის დეფინიცია გააკეთო? ლოგიკის დეფინიცია არის ამ შემთხვევაში უნივერსალური იდეები, რომლებიც ჭეშმარიტებას განსაზღვრავს ამ სამყაროში. ჭეშმარიტებას რას დაყრდნობით განსაზღვრავს? ჭეშმარიტება განისაზღვრება ამ შემთხვევაში აბსოლუტური არსებიდან გამომდინარე, რომელმაც შექმნა სამყარო თავისი ლოგიდან, ლოგი არის ბერძნულად იგივე საღვთო იდეა, მაქსიმე აღსარებელს ახამაზე შრომა დაწერილი, საღვთო იდეიდან და კონსტრუქცია. შენ ნახე, შენ იძახი, რომ ლოგიკა არის აბსოლუტურად იმის შექმნილი, ვინც ეს სამყარო შექმნა, ხო და აქედან გამომდინარე ყველაფერი მის დასაბუთებით შეგვიძლია გავაკეთოთ. მე არ ვამბობ, რომ ლოგიკა შექმნილია ისევე როგორც სიტყვაზე რაღაც სამყარო რა, მე განვიხილავ ლოგიკას როგორც
ღმერთის გონების, ანუ ღმერთის გონის მისი ბუნების გამოხატულებითად შექმნილ კატეგორიად რა, ანუ არა როგორც რაღაცა ნებით შექმნილი, ანუ მე მომინდა და ისე შევქმენი რაღაცა, არა, აი მაგალითად მე შემიძლია შევქმნა მანქანა როგორი ფორმით მინდა, როგორი ფერმით იმისაც მინდა, მაგრამ ესე არა, ანუ შექმნილია, ანუ ლოგიდან რა, ლოგი არის სახთო იდეა, ანუ მისი სახთო იდეის გამოხატულებაა ლოგიკა რა. რაზეც სწორმა მოხსა ჩვენ ღმერთმა, იქედან გამომდინარე, რომ ანუ ჭეშმარიტება შევიცნო. ნახე, ლოგიკას აქვს თუ არა თავის კანონები? კი ბატონო. ლოგიკის გამოყენება მე შემიძლია თუ არა, ან შენ? ლოგიკის გამოყენება შეგიძლია, თუმცა ანუ რასაც იყენები მის საფუძველი არ გაგაჩნია მსოფლმხედველობაში ეს არის. მოიცა, ანუ ვერ გავიგე, თან შემიძლია ლოგიკის გამოყენება, მაგრამ თან მაგის საფუძველი არ გამოვიყენო. დონეზე მაგალითად მე შემიძლია ვამბობდე, რომ მზე არ არსებობს, მზის არსებობას უარყოფდე, მაგრამ შემიძლია მზის სხივებით გავთვლე, ანუ ეს არ არის არგუმენტი. გამოყენება შეგიძლია, ვიცი რომ ყველა ვარიანტში გამოყენება შეგიძლია, კი არა, უფრო სწორად. даже აპრიორულია ყველა ვარიანტში ამას თუ არ გამოიყენება, აზრი არ აქვს არც ლაპარაკი. აზრი არ აქვს. კი ბატონო, და აი მე რას ვერ ვიტყვი აი მაგ ინსტანციაში კონკრეტულად, რომ აი შემიძლია რაღაცა თქვა, ან ლოგიკური ან არალოგიკურია, როგორც შენ თქვი, იმიტომ რომ მე შემიძლია ამის ლოგიკურად განხილვა. ან რეალურად ლოგიკის გამოყენების დროს მე ხო არ ვამტკიცებ ლოგიკას, მე ვამტკიცებ რაღაცას, ლოგიკის დახმარებით. ხო, მაგრამ სიტყვაზე მაგალითად რომ ჩემთან რომ მოვხვიდე რა შენ სიტყვაზე და მეუბნები რომ იყენებ წინააღმდეგობის კანონს რა და წინააღმდეგობის კანონიდან გამომდინარე სიტყვაზე მიმტკიცებ რომ გინდა რომ დამიმტკიცო რომ რაღაც არის არაჭეშმარიტი და კი ბატონო, ანუ ძალიან კაი ხო, ნუ წინააღმდეგობის კანონზე მე გეთახმარი, ასე შემდეგ. მე გეუბნები რომ ამ ლოგიკის კანონის საფუძველი არ გაგაჩნია მსოფლმხედველობაში, ანუ ამ არამატერიალური, აბსტრაქტული, გონებრივი კონცეფტის საფუძველი შენ არ გაქვს როგორც ათეიზმში, ეს არის ჩემი არგუმენტი. კაი, მე გეუბნები, რომ ანუ ეგ არგუმენტი არ არის ვალიდური, მე შემიძლია მაქვს მაგის საფუძველი რომ გამოვიყენო, იმიტომ რომ ლოგიკა არის ადამიანების შექმნილი, ჩემი აზრით, არის ადამიანების შექმნილი. შენ იძახი რომ ნახე შენ იძახი რომ ღმერთისგან მოდისო, ეგ როგორც ღვთიური ცნებაო და მე გეუბნები რომ ეს არის ადამიანების შექმნილი კანონი, რომლის გამოყენებაც მე შემიძლია. ანუ შენ იძახი რომ ლოგიკა მით უმეტეს, ნახე შენ ეხა ის თქვი რომ აი შეგიძლია შენ ლოგიკის გამოყენება შენ რომ ლოგიკა შექმნა ადამიანმა ბოდიში. ეს თქვი? ხო. ლოგიკა არის ადამიანის შექმნილი, მაგას იძახი? კი, გონების შექმნილია. ლოგიკის კანონები, ანუ მაგალითად ლოგიკის კანონები იძახის რომ ადამიანი იძახის რომ ლოგიკის კანონები არის ადამიანის შექმნილი. ოკეი, შემიძლია თუ არა მე შევქნა სხვა კანონი. როგორ? შემიძლია რომ სხვა კანონი შევქნა, მაგალითად შემიძლია რომ გადავაკეთო წინააღმდეგობის კანონი, ანუ წინააღმდეგობის კანონი ხო იცი რას თავისი დეფინიციიდან გამომდინარე არ შეგიძლია, არ იქნება რაციონალური. მოიცა ერთი სამ. შენ ხო იძახი რომ ლოგიკის კანონი შექმნა ადამიანმა რა, ანუ ადამიანების კანონი. ყველაფერი ადამიანმა შექმნა, კი? კარგი, სამყაროც? როგორ? სამყარო თავისი შეიქმნა, ის რასაც ადამიანები ვიყენებთ. ყველაფერი ანუ არ შეუქმნია ადამიანს, ოხე, შენ იძახი რომ ანუ რაღაცები არსებობს, რაც თავისი შეიძლება ლოგიკის კანონი პოტენციალი რომ შეიცვალოს. ამიტომ ადამიანების ინტერპრეტაცია ყველაფერში არ შეიძლება რომ მოხდეს. ოკეი, ლოგიკის კანონები შექმნა ადამიანმა, ანუ სიტყვაზე ადამიანმა შექმნა, რომ ერთდროულად არ შეიძლება ორი კონტრადიქტარული განცხადება სიმართლე იყოს. როგორც მათემატიკა, აი მაგალითად რომ ვისაუბროთ, მათემატიკა შექმნილია, მათემატიკაზე და ლოგიკაზე იძახი რომ შექმნილია, ხო? ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ მაგალითად რა მაინტერესებს, აი სამკუთხედის გვერდების ისა კუთხეების ჯამი რამდენი გრადუსია თუ იცი? სამკუთხედის კუთხეების ჯამი კაი, მე გეტყვი არ გინდა. 180 გრადუსი როა, ეს ევკლიდემ შექმნა თუ აღმოაჩინა რომ 180 გრადუსი იყო? ანუ შენ ეს +2 ხო, ნახე. რაღაცა რო შექმნა 2+2=4 არის შექმნილი რეალობა თუ არა? ეგ ობიექტური სიმართლეა, რომელიც არსებობს ადამიანების გონებისგან დამოუკიდებლად. ადამიანმა ეგ აღმოაჩინეს, კი. აღმოჩენილია, ოკეი, ანუ არ შეიძლება რეკონსტრუქციას ვერ გავუკეთებ. ანალოგიურად ლოგიკის კანონები, ანუ შენ თუ ვიტყვი რომ ლოგიკის კანონები შექმნილია, ანუ მე შემიძლია სხვანაირი ლოგიკური სისტემა შევქმნა, სადაც წინააღმდეგობის კანონი აღარ იქნება. მაგალითად, არ შეიძლება იყოს. ეგ გასაგებია, მაგრამ ნახე, კანონები ადამიანის შექმნილი არის. ვიცი, ნახე, ობიექტური სიმართლე არსებობს. ეს ობიექტური სიმართლე შეიძლება ადამიანმა შექმნას და ადამიანის გარდა შეიძლება იქნებოდეს და ადამიანები ამას აღმოაჩენდნენ. ჩვენ რომ ანუ ნახე, ობიექტური სიმართლე აღმოაჩინეთ და შენ შეგიძლია რომ სიტყვაზე შენი სუბიექტური შეხედულებები სხვა რაღაცა შექმნა და ამას შეეწინააღმდეგო, შენი შეხედულება იქნება არარაციონალური, იმიტომ რომ ობიექტურ სიმართლეს არ ეთანხმები. არა, ნახე, წეგან თქვი რომ კაი, ნუ ეხაც რა თქვი, კაი, მაგრამ აღარ გამოგეკიდებიან, ჩემი მიზანი არის უბრალოდ სიმართლემდე მივიდეთ, ანუ ზედმეტად სიტყვებზე გამოკიდებას არ ვცდილობ ვინმე რამე რო არ იფიქროს. ნახე, სიტყვაზე შენ ახლა წეგან ასკვი რომ ლოგიკის კანონები შექმნილია, ანუ თვითონ მე განცხადება რომ გააკეთე თვითონ ლოგიკას იყენებს და თვითონ ლოგიკაში არის ლოგიკური ფალასი და გეტყვი რატო რა.
სიტყვაზე ეგ წინადად მარწინადადების ფორმულირებას რომ მოახდინო ყველა ვარიანტში ლოგიკის კანონების აუცილებლობაა საჭირო რა პრესუპოზიციურ დონეზე უკვე და შენ თუ ვიტყვი რომ ლოგიკის რა თქმა უნდა აი მეც მაგას ვიზარ ლოგიკის კანონზე შენ თუ ვიტყვი რომ შექმნილია მაგალითად წინააღმდეგობის კანონი თუ შექმნილია თუ ვინმე ვიღაცამ შექმნა მე შემიძლია ახალი ლოგიკური სისტემა წარმოგიდგინო სადაც წინააღმდეგობის კანონის შემთხვევაში რაღაცა ინსტანცია მაინც ჭეშმარიტი იქნება რაც იქნება ფალასი ანუ ჩვენ შორის ვერანაირად არარაციონალური იქნება არარაციონალური იქნება ანუ აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ იტყვი რომ ლოგიკა არის ადამიანის შექმნილი ლოგიკა არ არის შექმნილი არის აღმოჩენილი როგორც მათემატიკა მაგალითად მათემატიკას ვერ გაუკეთებ რეკონსტრუქციას ანუ არ შეიძლება 2+2 გახადო 5 სიტყვაზე რომ მოუნდეს ვიღაცას ანუ ეს არის რეალობები აბსტრაქტული კონცეპტები აბსტრაქტული რეალიები რაც ანუ კონცეპტუალური ანუ გეთახვები რომ გონებრივად აღიქმება მაგრამ ადამიანის პერცეფციაზე არ არის დამოკიდებული ანუ ვერცვლი არსებობს ჭეშმარიტად რა წინააღმდეგ ეგ არასდროს არ მithქვამს რომ ანუ ობიექტური სიმართლის შესვლა ადამიანს შეუძლია ნახე ჭადრაკი ადამიანს შექმნა თუ შექმნა შეუძლია სხვანაირად შექმნა ჭადრაკი ხო იცი როგორი თამაშია აი ჭადრაკი შემიძლია წესები გადავაკეთო აი კაი მაგალითი მოიყვანე მაგალითად მე ჭადრაკი ხო და ანუ ნახე ჭადრაკი აღარ იქნება მოიყვანე აი კაი მაგალითი იყო მაგალითად ფეხბურთი რა ფეხბურთის წესები შექმნა ადამიანმა კი ბატონო ანუ არანაირი პრობლემა მე შემიძლია ფეხბურთის წესები გადავაკეთო შემიძლია კუთხური ამოვიღო სიტყვაზე ან აუტი სხვანაირად იყოს და ასე შემდეგ მაგრამ როდესაც საუბრობ ლოგიკის წესებზე როდესაც საუბრობ ლოგიკის კანონებზე ვერაფერს ვერ გადააკეთებ ანუ ვერ გადააკეთებ ნახე ჭადრაკში თუ რაიმე კანონს გადააკეთებ ჭადრაკი აღარ იქნება მორჩა არა რატო ანუ ჭადრაკი რატო არ იქნება დავარქმევ სიტყვას ჭადრაკს ანუ სემანტიკურად დავარქმევ ჭადრაკს ნახე თვითონ ჭადრაკი როგორიც არის თამაში და რა კანონებზეც არის შექმნილი და დაკნობილი რა კანონებზეც არის შექმნილი და დაკნობილი ეგ ერთმანეთს მიყვება არის ობიექტურად სიმართლე და თუ ადამიანმა გადააკეთა ეგ ჭადრაკი აღარ იქნება იმიტომ რომ არა მაგალითად ინსტანციურ დონეზე მაგალითად ანუ სიტყვაზე რო ავიღოთ რომ ჭადრაკი რო შეექმნა ადამიანს ისე რომ არ ყოფილიყო ფიგურა მხედარი აი მხედარი რო ამოიღო ადამიანს ისე ჭადრაკს ძალიან მაგრად თამაშობ ვინმეს თუ უნდა შესკომზე ზენეო რო ამაწერია და უნდა ფათაშორის მეც კარგად თამაში რა რეიტინგზე ხარ 2000 პატარა გადახვევა ეხლა ანუ მხედარი რო ამოიღო რა სიტყვაზე ფიგურა და ისე რო შეექმნა ჭადრაკი დანარჩენი ფიგურები და ჭადრაკი დაერქვია მაინც ჭადრაკი იქნებოდა ანუ ჭადრაკის წესები რო არის შექმნილი ანუ ჭადრაკის წესები შეიძლება ვიღაცამ ან ფეხბურთის წესები შეიძლება გადააკეთდეს და მაინც ფეხბურთი ექნას სახელი მაგრამ არის რაღაცები რასაც ვერ გადააკეთებ რაც მიგახვედრებს იმაზე რომ ეს არ არის ადამიანის მიერ შექმნილი კონსტრუქცია იმიტომ რომ რეკონსტრუქციის აკეთება არის შეუძლებელი როგორც მათემატიკა მაგაში გეთანხმები აი ანუ გეთანხმებით რომ ლოგიკა ადამიანს არ შეუქმნა ხო ესე და აღმოჩინა რეალურად ანუ ნახე რაღაცეების შექმნილია რაღაცეების არის აღმოჩენილი თვითონ ლოგიკის კანონები ადამიანის დაწერილია მაგრამ ნახე დაწერილია ნიშნავს ანუ აღმოჩენას და აი დაახლოებით აი მაგის თქმას ვცდილობდი წეღანას რომ აი ლოგიკა რადგან ადამიანების დაწერილია თქო აი მაქედან გამომდინარე მე აი შენ მეუბნები რომ ლოგიკას იყენებო შენ ლოგიკის გამოყენება შეგიძლიაო ამ ლოგიკით შეგიძლია რაღაც დაამტკიცო ჭეშმარიტი ან არ არის ჭეშმარიტიო მაგრამ მაგის საფუძველი არ გაქვსო რას დაყრდნობით მეუბნები რომ მაგის საფუძველი არ აი გეტყვი მაგას და აი ნახე რასაც წეღან ამბობ მაგალითად რა სიტყვაზე აი როგორი ფალასია გეტყვი ნახე აი შენ რო თქვა რომ ნიუტონმა გრავიტაცია შექმნა დაახლოებით ეგეთი თემაა ხო იტყვი რომ ნიუტონმა გრავიტაცია აღმოაჩინა ხო ასე ანუ ანალოგიურად მე გეუბნები ლოგიკის კანონებზე იმიტომ რომ სიტყვაზე არისტოტელე ვინც იყოს რომ კარგად ესე ფორმალურად კარგად გადმოსცა ეგ მაგალითად ეგ წინააღმდეგობის კანონი რაც გიყვარს რასაც იყენებ non contradictions ეგ არისტოტელეს არ შეუქმნია ეს არისტოტელემ რეალურად აღმოჩენა გააკეთა და გადმოსცა ენობრივ ფორმაზე როგორც მაგალითად კოლუმბმა ამერიკა არ შექმნა აღმოაჩინა და ასე შემდეგ ანალოგიურად შეგიძლია ლოგიკის კანონების გამოყენება მე იმას კი არ გეუბნები მარტო რომ შეგიძლია ეს არის აპრიორ ყველა ვარიანტში იყენებ ლოგიკის კანონებს მაგრამ მე გეუბნები რომ მსოფლმხედველობაში ანუ რომელიც ათეიზმში ანუ ამ შემთხვევაში აგნოსტიკი ათეისტური პოზიციიდან შენ არ გაგაჩნია ამ არამატერიალური აბსოლუტური აბსტრაქტული იდეებისთვის საფუძველი რასაც აიყენებ რა მაგალითად მე და შენ რომ დაობდეთ რომ მზე არსებობს თუ არა შენ თავისთავად შეგიძლია მზის სხივებით გათბობა, მაგრამ მზეს თუ არ აღიარე, მე გეუბნები რომ აი ამ მზის სხივებით რომლითაც თვები, თვითონ ამ მზის სხივებით რო თვები, ამ კონდიციის საფუძველი არ გაგაჩნია. ანუ მე ტრანსცენდენტალურ პრეკონდიციებს მოვიაზრებ ამ შემთხვევაში, რაც აი რისხვიპი მოიყვანეს მაგალითად ძალიან კაი მაგალითია. ისა დედამიწის ბრუნვაზე ძალიან მაგარი მაგალითია რისხვიპის იდეალური მაგალითია ამისთვის და იქ ისინი კომპლექსური რიცხვები არის იუმენის გეომეტრია და ასე შემდეგ ბევრი მაგალითი ძალიან არ მინდა რომ ჩაუღრმავდე რა მე ეს არ არის ჩემი მიზანი ხა მაინც კაი ნახე მე შემიძლია ლოგიკის გამოყენება ლოგიკის გამოყენებით შემიძლია დავამტკიცო რაღაც ჭეშმარიტი ან არის ჭეშმარიტი ხო მაგრამ თვითონ მაგ ლოგიკის პრობლემა რაშია რა ნახე ჩვენ საუბარში პრობლემა რაშია აი მოდესაც ორი წამი წყალს ვაღლებ და გეტყვი რა ანუ გეტყვი რაშია პრობლემა ჩემი არგუმენტი არის ამ შემთხვევაში რომ
ღმერთი არის აუცილებელი წინაპირობა ლოგიკისთვის. ლოგიკა არსებობს, ამიტომ ღმერთი არსებობს, ანუ თაგი ქვია ამ არგუმენტს, იგივე ტრანსცენდენტალური არგუმენტი ფორმულირება არის ესეთი შინაარსიანი მაქსიმე აღსარებლის ვისაც აინტერესებს. ანუ მე ვამბობ ესეთ რაღაცას. ღმერთი არის აუცილებელი წინაპირობა ცოდნისთვის, ცოდნა არსებობს, ამიტომ ღმერთი არსებობს. აი მაგალითად რომ მოვიყვანო ფორმულაა ლოგიკური ესეთია. მაგალითად მანქანის სიარულისთვის არის მანქანა აუცილებელი, მანქანის სიარული არსებობს, მანქანა არსებობს. შენ როდესაც იყენებ ლოგიკას, ანუ როცა რაღაცა ლოგიკის კანონებს იყენებ, ჩემი არგუმენტი ის არის, რომ ამ შემთხვევაში შენ საფუძველი არ გაქვს შენ სოფხედელობაში ლოგიკის გამოყენების, იმიტომ რომ ტრანსცენდენტალური არგუმენტიდან გამომდინარე, ყველა ვარიანტში ლოგიკის არსებობისთვის აუცილებელია ღმერთის არსებობა. და ნახე, რაღაცის საფუძველი თუ არ გაქვს, მაგას გამოიყენებ? ანუ საფუძველი თუ არ გაქვს, შეგიძლია გამოიყენო, კი, საფუძველს თუ არ აღიარა. აი მაგალითად აი რაღაცის საფუძველი არ აქვს ნეოს, მაგრამ მაგის გამოყენება შეუძლია რა. აი ინსტანციურ დონეზე გეტყვი რა. ნახე მაგალითად, მე კი არ გეუბნები რომ შენ არ გაქვს საფუძველი, მე გეუბნები შენც მსოფლმხედველობაში არ გაქვს საფუძველი, მაგალითად ქრისტიანი თუ უახდები, საფუძველი გექნება ანუ შენ პიროვნულად სიტყვაზე რა. ნახე, ანუ საფუძველი არ მაქვს, მე ნიშნავს ესეთ რაღაცას. მაგალითად მე რო გავაკეთო ესეთი განცხადება. რომ მე ვთვები, მაგრამ არ ვაღიარებ არანაირი წყაროს, რაც სითბოს გამოსცემს რა, ანუ თვითონ სითბოს იდეას თავიდან ბოლომდე უარყოფ. ჩემი განცხადება იქნება ლოგიკური ფალასი, იმიტომ რომ ჩემ თავს ვეწინააღმდეგები. შესაბამისად, შენ როდესაც ლოგიკას იყენებ როგორც ათეისტი, მე გეუბნები რომ იმ აბსტრაქტული, არამატერიალური იდეების, ამ შემთხვევაში ლოგიკის კანონების საფუძველი შენ სოფხედელობაში როგორც ათეისტს არ გაგაჩნია. ეს არის ჩემი არგუმენტი, იმიტომ რომ გჭირდება ღმერთის არსებობის ყველა ვარიანტში გარანტირებულად დაშვება, რომ რაღაცა ლოგიკურად იაზროვნო და რაიმე ცოდნა გაგაჩნდეს რა, ანუ ცოდნის საფუძველი ქონდეს. აი, ნახე, ეხლა ნახე, მე შენ მითხარი, რომ აი შენ პიროვნულად გაქვს საფუძველიო ლოგიკის და რაღაცებზე საუბრისო, აი მაგალითად ქრისტიანი თუ გახდები, საფუძველი მოგეცემაო. ეხლა რა, მე რომ ვარ ათეისტი და მაქვს ათეისტური მსოფლმხედველობა. მაქვს თუ არა მაგის საფუძველი, რომ ლოგიკა გამოვიყენო და ანუ გამოვიყენო და ამტკიცო რაღაც ჭეშმარიტი ან არ არის ჭეშმარიტი. შენ გაქვს შესაძლებლობა, ანუ უნარი გაქვს ლოგიკურად იაზროვნო და ლოგიკა გამოიყენო, მაგრამ საფუძველი მსოფლმხედველობაში ლოგიკის არ გაქვს, არა. ანუ საფუძველი არ პიროვნულად არ მაქვს თუ ჩემი სოფხედელობიდან გამომდინარე. რადგან ათეისტი ხარ, ამიტომ ანუ პიროვნულად არა, იმიტომ რომ ათეისტი ხარ, მაქედან გამომდინარე შენ სოფხედელობაში ლოგიკის საფუძვლები არ არსებობს, იმიტომ რომ ლოგიკა ყველა ვარიანტში ღმერთის არსებობას მოიაზრებს, რა ეს არის ჩემი არგუმენტი. აი ეგ იგივეა დაახლოებით, რომ აი ტელევიზორს რო უყურებ, მაქედან გამომდინარე ღმერთი არსებობსო რომ მითხრა, იმიტომ რომ ტელევიზორი არის შექმნილი ვიღაც ტიპი არის დედამისი შექმნილი და ყველა აი ბოლოს მივდივართ ღმერთამდე. აი ნახე, ლოგიკის გამოყენების საფუძველი არ გაქვს, მაგრამ ლოგიკას იყენებ და ამით ამტკიცებ რაღაც ჭეშმარიტი ან არ არის ჭეშმარიტი. აი ინსტანციურ დონეზე გეტყვი მაგალითს რა, სიტყვაზე. ანუ ნახე, ღმერთმა შექმნა სამყარო რა, დაუშვათ ესეთი რაღაც. მე შემიძლია ამ სამყაროში ვიცხოვრო ისე, რომ საერთოდ არ ვაღიარებდე ღმერთის არსებობას, ანუ მე შემიძლია გამოვიყენო სამყაროში არსებული სიუცე, მატერია, ჟანგბადი და ასე შემდეგ, ამაში პრობლემა არ არის. მაგის საფუძველი იქნება? მეთოდი, ანუ ნახე, არბიტრალური რო არ იყოს ამ შემთხვევაში შენი გამართლების მეთოდი, ანუ ფალასი რო არ იყოს ყოველთვის, მე რასაც ვიყენებ, ანუ იმის ჯასტიფიკაცია, ანუ გამართლება უნდა შემეძლოს რა. ჩვენ თუ ვიტყვით რომ მე ლოგიკის კანონებს უბრალოდ ვიყენებ და ამას გამართლება არ ჭირდება, მაშინ ანალოგიურად სიტყვაზე მე გეტყვი ესე რომ ღმერთი არსებობს და მორჩა ამას გამართლება არ ჭირდება და შენ მეტყვი რომ ფალასია და მართალიც იქნება. ამიტომ ლოგიკის კანონებს რო იყენებ, ლოგიკის იმას რასაც იყენებ, იმის ანუ როგორც ანუ ამ სიტყვაზე სკეპტიკოსი თუ რასაც იყენებ, იმის გამოსაყენებლად უნდა ხონდეს საფუძველი. უნდა ამიხსნა რა საფუძველი გაგაჩნია ლოგიკის, რაც ანუ შენ სოფლმხედველობაში ათეიზმში არ არის, ეს არის ჩემი არგუმენტი მაგას გეუბნები. აჰა, ეგ არის შენი არგუმენტი, რომ მე რასაც ვიყენებ, მაგის საფუძველი არ გამაჩნია. აი, მე ეხლა ნახე, ჩემი საფუძველი არის ობიექტური სიმართლე, რომელიც არსებობს ადამიანების გონებისგან დამოუკიდებლად. ობიექტური სიმართლე, როგორც წეგან ჩვენ შევთანხმდით, არის ლოგიკური კანონები, ლოგიკურ კანონებზე დაყრდნობით, მე შემიძლია ლოგიკურად ვილაპარაკო და რაღაცამდე იდეამდე მივიდე, ეს ჭეშმარიტი ან არ არის ჭეშმარიტი. შენ ყველაფერში მეტახმები იმის გარდა, რომ იძახი, რომ შენი საფუძველი არ არის ობიექტური ჭეშმარიტება, იმიტომ რომ ეგ ობიექტური ჭეშმარიტება მოდის ღმერთისგანო. შენ თუ ნაკეთებ ლოგიკურ ფალასის, იმიტომ რომ რადგან ღმერთი არსებობს, მაქედან მოდის ეგ ლოგიკური ისის. აი, მისები უფრო მარტივად აღიხსნა, ნახე. ანუ ამ შემთხვევაში სიტყვაზე როცა იძახი რომ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება, ანუ პრესუპოზიცია უკვე გახ ლოგიკის კანონების, ანუ ობიექტურ ჭეშმარიტებას როცა უწოდებ რაღაცას, ისე სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდად, ანუ ყველაზე მეტად ეს იდებატება ფილოსოფიაში რა არის რეალობა და რა არის ჭეშმარიტება. ანუ როცა იძახი ობიექტურ ჭეშმარიტებას რაღაცას როცა იძახი, ანუ ჩვენ უკვე წინასწარ მოიაზრებ ამ ლოგიკის კანონებს რა, ანუ პრესუპოზიციურ დონეზე მოაზრებული და. ხო და მე გეკითხები თვითონ აი ამას, რასაც მოიაზრებ, ანუ რითიც განისაზღვრება, ანუ შენი მექანიზმი, რითიც ობიექტურ ჭეშმარიტებას
არგუმენტებას განსაზღვრავ, ამის საფუძველი არ გაგაჩნია, ანუ აი თვითონ ამ ლოგიკის კანონების გამართლების, ან თუნდაც იმ ინდუქციის პრინციპის და ყველაფერი რასაც იყენებ მსჯელობის დროს, ამის საფუძველი არ გაქვს სოფხედელობაში, ეს არის ჩემი არგუმენტი. შენგან გასხოვარი მე მაქვს და შენ არ გაქვს ეს შენი ის რა არის საფუძველი? ამ შემთხვევაში მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და მე აი ამას რასაც ვიყენებ მაგალითად ჩემ სოფხედელობაში, ანუ სოფხედელობას რაც ადგენს ანუ ძირითად პრინციპებს ამ შემთხვევაში ეპისტემოლოგია, ონტოლოგია და ეთიკა რაც მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან ეგეთყურავს გულს, რომ მაგალითად მე სიტყვაზე ვიცი, რომ სიტყვაზე ღმერთი არსებობს, დაუშვათ, ეს არის ეპისტემოლოგია და მე გეუბნები, რომ შენ ამ თუ ეს ჭეშმარიტება შენ ამას უნდა მიყვე და ეს არის უკვე ეთიკა და მე თუ ვიცი რაღაცას თუ ვამბობ, რომ არსებობს ონტოლოგია, სამივე ერთ კავშირში ამას სჭირდება პიროვნული ამ შემთხვევაში ღმერთი, რომელიც ანუ ზუსტი აი პარადიგმა არა ეს ყველაფერი, რასაც იდეალურად ხსნის მართლმადიდებლური თეოლოგია რა ამ შემთხვევაში, ანუ ღმერთი, რომელსაც გააჩნია ლოგოსი და ამ თავისი ლოგიზე საფრთხო იდეებიდან გამომდინარე ხმის რეალობას, ხმის ანუ არსებას, არსს, ანუ მაგალითად არსი არის კატა და არსებობს რაღაცა ინდივიდი, კონკრეტული კატა და მაგალითად არსი არის ადამიანი, არსებობს პიროვნება კონკრეტული ადამიანი და ყველა პიროვნებას გააჩნია თავისი ტელოსი, ანუ ბერძნულად მიზანი, საიდან გამომდინარეც ანუ ადამიანის ცხოვრებას გააჩნია მიზანი შესაბამისად ცოდნასაც, იმიტომ რომ შენ თუ იტყვის სიტყვაზე ცოდნას მიზანი არ გააჩნია, ანუ მიზნობრივი ღირებულება არ ქონია, რის გამოც უნდა ვისწრაფოდეთ საერთოდ ცოდნისკენ, ამიტომ საერთოდ დებასაც აზრი არ აქვს. ამიტომ ჩემს სოფხედელობაში არსებობს ეპისტემოლოგიის, ონტოლოგიის და იმის ეთიკის სპეციფიურად მართლმადიდებლურ თეოლოგიიდან გამომდინარე გელაპარაკები და ამ შემთხვევაში შენთან განსხვავებით ანუ შენ სოფხედელობაში ანუ ესეთი რაღაც საფუძვლები არ მოგეპოვება, ამიტომ ანუ მე მაგიტები იყო. ნახე, შენ ეხლა ერთადერთი საფუძველი რაც ახსენე და შემდეგ ამის გავრცობა გააკეთე, ეს არის ღმერთი. შენი საფუძველი არის ღმერთი. კაი, ეგ შეგიძლია ამიხსნა? ნახე, შენ არგუმენტს აკეთებ, რომ შენ ლოგიკურ მსჯელობას არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ ეხლა ლოგიკურად მელაპარაკები, მაგრამ ჩემსაც აქვს, იმიტომ რომ მემჯერა ღმერთის. ეს ლოგიკური ფალასი რანაირად არა? არა, ეგრე რომ მეთქვა, იმიტომ რომ მემჯერა და შენ არ გჯერა, ამიტომ. არა, ნახე, შენ რა ქენი იცი? ყველაფერი ჩამოთვალე, შენი განმარტე რეალურად ღმერთისგან რა მოდის რეალურად, მაგრამ ანუ ეხაც დამეთანხმე წეღა რომ გითხარი, რომ შენი საფუძველი არის ღმერთი. ანუ საფუძველი არ არის ღმერთი და ჩემი საფუძველი არის ღმერთი, შენი ის შენ აზროვნებას საფუძველი არ აქვს. აი შენ ლოგიკურ აზროვნებას საფუძველი არ აქვს. ეგ ლოგიკური ფალასი როგორ არის? გეტყვი, ნახე. მე იმას კი არ გეუბნები, რომ მე რომ ჯერა ღმერთის და შენ რო არ ჯერა ღმერთის, ამიტომ მე მაგრამ ჯერაში არ არის საქმე. ანუ მე გეუბნები თვითონ, რომ ანუ ეს ტრანსცენდენტალური კატეგორიები, რასაც მე და შენ ვიყენებთ, ლოგიკა, ინდუქცია. ანუ მომისმინე, კაი, ბოდიში ერთი წუთი შეგაწყვეტინებ. შენ აქ ჯერაში არ არის საქმე რა. ღმერთი თუ არსებობს, მაშინ საფუძველი ჩემთვისაც, როგორც ათეისტისას, ჩემთვისაც ხო ღმერთი უნდა იყოს. ანუ კი ყველა ვარიანტი შენი არსებობის საფუძველი ღმერთია, მაგრამ არა, ლოგიკური აზროვნების საფუძველი თუ ღმერთი არსებობს, ჩემთვისაც ხო ღმერთი უნდა იყოს და შენთვისაც. რადგან ჯერაში და არ ჯერაში არ არის განსხვავება. საფუძველში თუ აი ხა ამ შემთხვევაში შენ თუ გულისხმობ, საიდან მაქვს ლოგიკური აზროვნების შესაძლებლობა, ამას თუ მეკითხები, რომ საიდან გაქვს ლოგიკური აზროვნების შესაძლებლობა, ამის საფუძველი თავისთავად ღმერთია. მაგალითად თუ მეკითხები საიდან მაქვს და მეც მაქვს, მეც მქონია საფუძველი. კარგი, ანუ აღიარებ ღმერთი არსებობს და შეგვიძლია. არა, შენი შეხედულებიდან გამომდინარე მეც მქონია საფუძველი, იმიტომ რომ ჯერაში და არ ჯერაში არ არისო. მე გეუბნები რომ მე მაგის არ მჯერა რომ ღმერთი არსებობს, შესაბამისად შენ რომ მეუბნები რომ მე მჯერა რომ ღმერთი არსებობს და მე მაქვს საფუძველი და შენ არა. ეგ არის ლოგიკური ფალასი. მე მაგას არ გეუბნები, აქ ჯერაში ან არ ჯერაში არ არის საქმეო. მე საფუძველი იმიტომ მაქვს რომ ღმერთი არსებობსო. ანალოგიურად შენივე გადმოსახედიდან მეც მაქვს საფუძველი, იმიტომ რომ ღმერთი ჩემ დაჯერების ან არ დაჯერების მიუხედავად მაინც არსებობს. აი, მოდი ნახე, აი გეტყვირას გეუბნები რა. ანუ რა თქმა უნდა, მე როდესაც ვამბობ რომ ღმერთი არსებობს, მე არ გეუბნები რომ ღმერთი ჩემთვის არსებობს. ეგ დაარღვევდა მაგალითად იდენტობის კანონსაც და ყველა ლოგიკის კანონს, ანუ როცა ღმერთი არსებობს, ვამბობ რომ ღმერთი რო არსებობს, არც ჩემზე არ არის დამოკიდებული და არც ერთ პიროვნებაზე, ანუ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებლად და ისედაც ანუ ამას გულისხმობ, მაგრამ სიტყვაზე, ანუ მე მაგალითად რო ვიფიქრო, რომ სიტყვაზე აგერ გიორგი ქვია, ხო, გიორგი სიტყვაზე როგორ ხვდება, ანუ როგორ აზროვნებს ლოგიკურად და საიდანაა ამის შესაძლებლობა, მე ეს თავისთავად ვიცი, რომ ანუ ღმერთიდან გამომდინარე, ანუ ღმერთმა მოხსა ლოგიკაზე წლომის შესაძლებლობა და ის უნარიც რომ იაზროვნო, ანუ რეზონანსი და ეს ყველაფერი ეს გასაგებია. მაგრამ როდესაც ხარ ანუ შემოსული ათეისტური მსოფლმხედველობიდან და დებატობ ათეისტური მსოფლმხედველობიდან, გინდა რომ რაღაცა დაადასტურო რა. მე გეუბნები რომ ის პრესუპოზიციები შენაც გაქვს წინასწარ დაშვებული, ამისთვის არ გაგაჩნია არანაირი ჯასტიფიკაცია, ანუ მაგას ვუტევ და არა შენს პირად უნარს ამ შემთხვევაში ლოგიკური აზროვნების, იმიტომ რომ ლოგიკური აზროვნება შენთვის აპრიორული არის, სხვანაირად ვეც დამელაპარაკებოდი. მაგრამ მე გეუბნები რომ იმ სოფხედობას შენ იმისთვის რომ მე და შენ მსჯელობა გამოგვივიდეს, მე და შენ უნდა შევთანხმდეთ ღმერთის არსებობაზე.
თუ შევთანხმდებით რომ ღმერთი არსებობს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და მთელი დღე სიტყვაზე ვილაპარაკოთ და განვიცილოთ რაღაცები, ამაში პრობლემა არ არის. ნახე, არა. ჩვენ რო მაგალითად მოყვანა რატო გეუბნები? მაგალითად შენ მაგალითად მე და შენ მე რო აი ვამბობდე რომ აი რაღაცა მზის სხივის რაღაც სინათლის სიჩქარეზე რაღაცაზე რომ მსჯელობდე და რო გეუბნები ეს და შენს რო რაღაცაზე მსჯელობ ყველა ვარიანტში შენ უნდა დამეთანხმო ანუ თვითონ იმ სხივის იმ სინათლის საფუძვე მზეზე ანუ ყველა ვარიანტში რაღაცის არსებობაზე იმაზე რაზე მსჯელობთ უნდა გამოვყვეთ რა მაგალითად მე და შენ ვმსჯელობდი სამყარო როგორია შენ თუ მეუბნები სამყარო არ არსებობს შენთან ერთად სამყაროზე ვერ მიმსჯელებ ანალოგიურად ლოგიკა ინდუქციური მეთოდი იდენტობა დროში ეს ყველაფერი არის ტრანსცენდენტალური კატეგორიები, რაც ყველა ვარიანტში მოიაზრებს ღმერთს, ანუ ეს იყო ღმერთისთვის არგუმენტი რეალურად და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მე მსჯელობის აღზრდება არ იქნება. არა, ნახე, წეგან თქვი რომ აი შენ რომ დამეთანხმო მაგაში რომ ღმერთი არსებობს, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზეო. რეალურად მე იმ ფაქტს რო არ ვუშვებდი რომ შეიძლება ღმერთი არსებობდეს ან არ არსებობდეს, აქ არც ვიქნებოდი და ჩვენ საუბარს აზრიც არ ექნებოდა. ეგ ერთი. აი მე მეორე, ნახე, შენ აი შენი საფუძველი მომისმინე. შენი ლოგიკური აზროვნების საფუძველი, რაც მე მეუბნები რომ არ მაქვს. არის თუ არა ღმერთი? არ მithkoms ეგ ჩალის კაცს უყევ. არ მithkoms ლოგიკური აზროვნების საფუძველი არ გაქვს. ვიცი რომ ლოგიკურად აზროვნებ კიდევ ერთხელ გავუნები. გავიდი, არა, საფუძველი არ გაქვს. ლოგიკას რასაც იყენება, ანუ მაგ ლოგიკის საფუძვლის გამართლება არ შეგიძლია, ანუ ჯასტიფიკაცია არ გაგაჩნია მსოფლმხედველობაში, ანუ საფუძვლები, ანუ რითიც იტყვი რომ ლოგიკა ეს არის, იმიტომ რომ ეს, ანუ ხო ხტები, ანუ რასაც იყენებ იმიტოს არ ამართლებ და ანუ არბიტრალურია, მაშინ მე ვიტყვი ღმერთი არსებობს და არაფერს არ გეტყვი, არ გავამართლებ და შენ მეტყვი რომ და მომისმინე, შენ ჩემგან რითი განსხვავდები? კაი, ესე ვთქვა. შენ ჩემგან რითი განსხვავდები? შენ გაქვს საფუძველი, რომელიც არის ღმერთი, ხო? და ანუ ხო, რა ვიცი, ანუ ხო, ეგ არის ჩვენ შორის განსხვავება. ეგ არის რომ შენი ლოგიკური აზროვნების საფუძველი არის ღმერთი. ანუ ნახე, ჩვენ შორის ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ მე მაქვს ჯასტიფიკაცია, ანუ ანუ შემიძლია საფუძვლები წარმოვადგინო, ანუ გავამართლო ლოგიკა, რომელსაც იყენებ. შენ არა, ანუ ეგ განსხვავება ამ შემთხვევაში. შენ ჯასტიფიკაცია არის ლოგიკური ფალასი, იმიტომ რომ შენ ჯასტიფიკაცია რომ თქვა რომ ყველაფრის არის ღმერთი, ეგ არის ლოგიკური ფალასი. არა, რომ თვითონ არგუმენტი იყო ღმერთისთვის. ნახე, წეგან მაგითო ვიხარი. არა, ჯერ ღმერთის არსებობა უნდა დაამტკიცო, რომ ღმერთი რაიმეს ჯასტიფიკაციისთვის გამოიყენა. აგიხსნი, ნახე, ანუ მოაზროვნე ბიჭი ხარ, ჭკვიანი ბიჭი ხარ, როგორ გულწრფელად ვიზახი და მაგიტომ გონია რომ გაიგებ, რასაც გეუბნები. ნახე, ანუ თვითონ ეს არგუმენტი, ანუ ეგ ტრანსცენდენტალური არგუმენტი, რაც გითხარი, თვითონ ეს არგუმენტი არის ღმერთისთვის. აი, არგუმენტი ესე იყო. ღმერთი არის აუცილებელი წინაპირობა ცოდნისთვის. ცოდნა არსებობს, ამიტომ ღმერთი არსებობს. ანუ რო გითხრა რომ A არის აუცილებელი წინაპირობა B-თვის, B არსებობს, ამიტომ A არსებობს. მანქანის მანქანა არის აუცილებელი წინაპირობა მანქანის სიარულისთვის, მანქანის სიარული არსებობს, ამიტომ მანქანა არსებობს. ეს არის მართლმადიდებლური ტრანსცენდენტალური არგუმენტი, რაც კონკრეტული პარადიგმით იხდება. ანუ მაშინ შენ უნდა შემედაო რომ ცოდნა არ არსებობს და მაგაზე არ მედავები, ანუ აღიარებ ცოდნა არსებობს, ლოგიკა არსებობს, ეპისტემოლოგია, მახო ეს ის და ანუ ყველაფერი ამაზე მოყვები. შესაბამისად თვითონ ეს არგუმენტი არის ის, რაც ღმერთის არსებობას ამტკიცებს რა. იმ აბსოლუტურ შენი არგუმენტი არის რა ანუ ნახე შენი არგუმენტი რეალურად არის აი რო შევაჯამოთ რა აი ამდენი რო აღარ ვილაპარაკო აი მე იმიტომ რომ ხო ყველაფერს ხო ვერ გავიმეორებ რაც ეხლა შენ მითხარი მე უყურებ ამას მოკლედ და შემოკლებლად შენ მეუბნები იქიდან გამომდინარე რომ განათლება არსებობს აქედან გამომდინარე არსებობს ღმერთი იქიდან გამომდინარე რა არსებობსო ვერ გავიგებოდი ხო განათლება ან ცოდნა ან ლოგიკური აზროვნება რადგან არსებობს აქედან გამომდინარე არსებობს ღმერთი ცოდნა ხო ეგ ლოგიკური ფალასი როგორ არ არის თუ ანუ ნებისმიერ რაღაცაზე რო თქვა რომ ეს იმიტომ არსებობს რომ არსებობს ღმერთი, კაი, ახსენი რომელი ღმერთი და შენ ანუ ქრისტიანული ღმერთი ხო გჯერა. შენ იმის ახსნა ხო მოგიწევს ქრისტიანული ღმერთი რატომ არის მართალი და რატომ არ არის სხვა მართალი, სხვა ღმერთი. აუ, ბოდიში, აი პასტას ვეძებ და თან დავწერა, ანუ აი ვეცდები აი მაქსიმალურად ისე აქვს, ანუ მინდა რომ უბრალოდ გულწრფელად მინდა რომ ანუ კარგად გავიგოთ რა რაზეც ვაპარაკობ და მაგითო მაცადე ისა ნახე ანუ როცა ამბობ სიტყვაზე ეხლა რა რასაც მეუბნები ანუ ხო იცი ეს ლოგიკის რაღაცები ანუ ფორმულებში იწერება რა ანუ ეხლა თუ უნდა ყველა ფორმულას დავწეროთ ლოგიკის კანონს მაგას თავიდან ჩემი არგუმენტის ფორმულას დაგიწერა ანუ A არის აუცილებელი წინაპირობა B-თვის ეს არის არგუმენტი და B არის ღმერთი არა წინაპირობა B-თვის B არსებობს B არის ამიტომ აი ნახე
ეს არის ფორმულა რა. ნახე. ანუ არის აუცილებელი წინაპირობა B-თვის, B არსებობს, ამიტომ A. ანუ და ეხლა რო ჩასვა რაღაცები, ნებისმიერი რაღაც რო ჩასვა. რო ჩასვა სიტყვაზე, მანქანა არის აუცილებელი მანქანის იარუსთვის, მანქანის იარული არსებობს, მანქანა არსებობს. რო თქვა რომ იმისთვის რომ წინადადებებს ჰქონდეს მნიშვნელობები, სიტყვებს უნდა ჰქონდეს მნიშვნელობები, სიტყვებს აქვს მნიშვნელობები, ამიტომ ისა წინადადებებს აქვს მნიშვნელობები, ამიტომ სიტყვებს აქვს მნიშვნელობები. ხო ხტები ანუ ნებისმიერი რაღაც შეგიძლია ჩასვა, ანუ ამიტომ ფალასი არ არის, ანუ ფორმა არის სუფთა ლოგიკური კონსტრუქცია რა, ანუ არანაირი ფალასი არ არის, პირიქით, ანუ იდეალურად აწყობილი ლოგიკური ფორმულაა რა. ეხლა ჩასვი ეს მე რასაც გეუბნები ღმერთი და ცოდნა. მე გეუბნები რომ ღმერთი არის აუცილებელი წინაპირობა ცოდნისთვის, ცოდნა არსებობს, ამიტომ ღმერთი არსებობს რა. ანუ ეს არის არგუმენტი, თვითონ ეს არგუმენტი არის იმისთვის რომ დემონსტრაცია მოახდინოს რომ ღმერთი არსებობს. ანუ ტრანსცენდენტალური არგუმენტი ქვია ამას, შემოკლებით თაგი, ესე ქვია. კი, აი ნახე, ოჩი აი ვერ გაიგო რა, აი მეორე მაგალითად ასწამოვი. მაგალითად, ანუ მე რო ვთქვა სიტყვაზე რა, ანუ იმისთვის რომ წინადადებებს ჰქონდეს მნიშვნელობა, სიტყვებს უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, წინადადებებს აქვს მნიშვნელობა, ამიტომ სიტყვებს აქვს მნიშვნელობა. ყინულზე რო ისრიალო, ამისთვის აუცილებელი არის ყინული, ყინულზე სრიალი არსებობს, ამიტომ ყინული არსებობს. ასე შემდეგ, ანუ ნებისმიერი რაღაც შეიძლება ჩასვა რაღაცაში, ანუ გამომდინარეობს B თუ არის, ანუ არის რა, ხო ხტები, ეს არის ისა, პრემისები და ბოლო არის ლოგიკური დასკვნა. ფორმულა არის სრულიად ვალიდური. ამაზე აღარ თქვა რომ ფალასია. არანაირი ფალასია ხარ არის. ნახე, არა, აი ნახე, ეგ არგუმენტი ვიცი, ანუ გაგებულიც მაქვს აქამდე რა. და ანუ გავიგე რომ მაგ არგუმენტს იყენებ რეალურად, მაგრამ აი ჩვენ რა უნდა ვქნათ იცი, მაშინ ანუ ეგ უნდა გავიაროთ, აი რასაც იძახი და იმაზე ვისაუბროთ, შენ რომელი ღმერთისთვის იყენებ მაგ არგუმენტს რა, ანუ შენ იყენებ ქრისტიანული ღმერთისთვის. და მაგაზე უნდა დავიწყოთ საუბარი, მაგრამ შენ მეუბნევი, ნახე, შენ მეუბნევი რომ შენ ლოგიკური აზროვნების საფუძველი არ გაქვსო. საფუძველი მაქვს, შენი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, თუ ღმერთი არსებობს, ღმერთი ყოფილა ჩემი საფუძველი. როგორ აზროვნების საფუძველი არ გაქვს, ანუ გითხარი პირიქით გახვრეთი აზროვნების საფუძველი. აი ნახე, აბა პრობლემა რაშია? პრობლემა რაშია? მე თუ შემიძლია ლოგიკურად საუბარი და ლოგიკურად ჭეშმარიტების ან ტყუილის დამტკიცება, ვისაუბრებ. არა, გეტყვი. მაგალითად გეტყვი, მაგალითს მოყვან. მაგალითად მე რო დავწერო რაღაც განტოლება და მივიღო პასუხი. და შენ ჩემი პასუხი უნდა გააკრიტიკო, ანუ მათემატიკურ დონეზე. ყველა ვარიანტში შენ თუ იძახი რომ მათემატიკური ჭეშმარიტება არ არსებობს, ჩემს განტოლებას ვერ გააკრიტიკე, ანუ მაგალითად ჩემი პასუხი რო დაადასტურო რომ არასწორია, უნდა დაუშვა რომ მათემატიკური ჭეშმარიტება არსებობს. ანუ შენ შეგიძლია გააკეთო მაგალითად ეს რაღაც, შენ შეგიძლია თქვა რომ მათემატიკური ჭეშმარიტება არ არსებობს, მაგრამ მაინც გააკრიტიკო ჩემი განტოლება და მითხრა რომ პასუხი არასწორია. ამის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ იქნება ფალასი. ანუ ვერ იტყვი ჩემს განტოლების პასუხზე არასწორიაო თუ არ მოიაზრებ რომ ობიექტური სტანდარტი არსებობს მათემატიკური მაგალითების პასუხებისთვის, ანუ რაც მიიღებ, ანუ ტოლობისთვის. შესაბამისად, ანალოგიურად ყველავანი ჩვენ ანუ ნახე, მაგ კონკრეტულ შემთხვევაში არ გეთანხმები. იმიტომ რომ მე მჯერა რომ რა ქვია, აი წინაზე გუში მეგონი მაგაზე ვსაუბრობდით რომ რაღაცა აი თუ არ ვსწრები მაგაზე ვლაპარაკობდით ზუსტად რომ აი ობიექტური ჭეშმარიტების თუ არ გჯერა მაგ შემთხვევაში ან მაგის გაკრიტიკება არ შეგიძლიაო, ამას მეუბნებოდი მეგონი გუშინ შენ. არა, ანუ ნახე მე რას გეუბნებოდი რეალურად გუშინ, ანუ მე მარტივ რაღაცას გეუბნებოდი, ზან მე უბრალოდ გეუბნებოდი რომ რაღაცაზე ვერ იტყვი რომ ამორალურია თუ მორალს არ აღიარებ მეთქი, თორე დანაშაულს აი მაგალითად რაღაცაზე ვერ იტყვი რომ უსამართლოა თუ არ აღიარებს სამართლიანობის ობიექტურ სტანდარტს, მარტო ამას გეუბნებოდი. ანუ მე არ გაწვევოდი სიტყვაზე იმაზე რომ ანუ ლოგიკური იმასაც ვერ იზამს და ეხა მაგას ვაკეთებ რა, ანუ გუშინ უბრალოდ ეს არ იყო ჩემი მიზანი, ანუ ეხლა მაგას გეუბნები საერთოდ რომ მე გეუბნები რომ ლოგიკას რომელსაც იყენებ ამისთვის არ გაქვს არანაირი ჯასტიფიკაცია. აი როგორც მაგალითად მე შეიძლება გამოვიყვანო რაღაც მათემატიკური მაგალითი რა და ეს მაგალითი არის არასწორი და სიტყვაზე შენ მოხვედი ჩემთან და ჩემს მაგალითს აკრიტიკებ და მეუბნები ეს არასწორია ეს ესე და ეს არის აი სწორი პასუხი რაღაცა რომც მიიღო შენ თუ იტყვი რომ მათემატიკური ჭეშმარიტება არ არსებობს შენი მსჯელობა ყველა ვარიანტში იქნება ლოგიკური ფალასია ანუ ყველა ვარიანტში უნდა დაუშვა რომ მათემატიკური ჭეშმარიტება არსებობს იმისთვის რომ ჩემი მათემატიკური განტოლება გააკრიტიკო ხო ესე ასე რომ თუ არ დაუშვებ ღმერთს, ანუ ვერ იმას ანუ ლოგიკურად ანუ არ გექნება ჯასტიფიკაცია იმის გამართლების, რასაც იძახი რა ეს იყო ეს არის ჩემი არგუმენტი. აი, ნახე, მომისმინე, აი ესეთი ანალოგია რო გავაკეთოთ რა. მე ასე რაღაცაზე უნდა ვისაუბროთ, აი რაღაც თამაში შევქმნით მედაში რა და ამას დაუწესეთ სხვადასხვა ობიექტური წესები. ობიექტური, სუბიექტური. არა, აი ჭადრაკს თუ ამოაკლობ ხედრებს, ჭადრაკი აღარ იქნება. ანუ წესები არ არის ობიექტური, იმიტომ რომ დავაწესეთ მე და შენ, ანუ სუბიექტებმა.
გავიგეთ რომ სუბიექტებმა დავაწესოთ მაგრამ რა ჩვენ რაღაც შეგვიძლია έτσι გავაკეთოთ ანუ როგორც ჭადრაკის დამფუძნებლებმა ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ანუ მაგალითად ანუ ხედრის მაგივრად რაღაცა სხვა ფიგურა მოვფიქროთ და ჩავსვათ ანუ ჩვენ როგორც ანუ ჭადრაკი აღარ იქნება ეგ თვითონ ჭადრაკს რაც ქმნის ობიექტურ იმაზე ზონეზე ადამიანს რო შეექმნა ჭადრაკი მხედრის გარეშე თავიდან ჭადრაკი აღარ იქნებოდა ჭადრაკი იქნებოდა, მაგრამ ანუ ის ჭადრაკი აღარ იქნებოდა, რაც არის დღეს. ანუ ჭადრაკი, ანუ ნახე, ასაღებია, ანუ ეგ არ არის პრობლემა, ანუ სიტყვაზე მაგალითად. ანუ ეგ შემთხვევასაც არ არის პრობლემა. აი რაღაცა ობიექტის სიმართლეზე დათმობით მე ანუ ნახე, ადრეული კალათბურთის წესებში ხო იცი რომ ბევრი რამე შეიცვალა რა, მაგრამ მაინც კალათბურთი, ანუ ხო ხდები წესების ცვლილება, ანუ შესაძლებელია, როდესაც წესები არის სუბიექტურად შედგენილი. ამაში არანაირი პრობლემა არ არსებობს თავისთავად, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება შეგვიძლია. მეც და შენ სიტყვაზე რაღაც თამაშს შევცვალოთ. ამიტომ ეს ამაში არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც ამ შემთხვევაში საუბრობთ ასეთ კატეგორიებზე, ანუ ჩვენ მოვიაზრებთ ობიექტურ წესებსაც, ჩვენი დადგენილი არ არის, არამედ აღმოვაჩინეთ და ასე შემდეგ, ამისთვის ყველა ვარიანტში გვჭირდება იმის რა ქვია დათქმა, რომ ღმერთი არსებობს, ანუ იმის გააზრება, შემდეგ შეგვიძლია მსჯელობა გავაგრძელოთ. სხვა შემთხვევაში სხვა აი ნახე აი საფუძველი აი რომ აი ნახე ესეთი რაღაც რა შენ მე და შენ გავსხოდებით იმით, აი წეგან ასაც ვიძახდი, აი რეალურად მაგას ვფიქრობ ეხლაც, გულწრფელად რო გითხრა. წეგან ვიძახდით ასეთ რაღაცას, რომ მე და შენ შორის განსხვავება ერთადერთი ის არის, რომ მე მჯერა ღმერთის და შენ არ მჯერა, ხო? ეგრე არის. ჩვენ აზროვნებაში, იმიტომ რომ შენ მეუბნები რომ მე რაღაცას როგორი თემა იცი რომ შეიძლება კიდე ბევრი რამით განსხვავებული, შეიძლება შენ ჩემზე სიმპათიური ხარ და ასე შემდეგ, ანუ თუ ის ზოგად განსხვავებას მეკითხები, მაგრამ ანუ რას გეუბნები იცი რომ ჩვენი ამ შემთხვევაში პედოლობრები ფუნქციონალობა ანუ კი ანუ ეგ თემა მაგას გეუბნები რომ მე მაქვს საფუძვლები ლოგიკისთვის შენ იყენებ რაღაც შენი საფუძველი არის ღმერთი ხო ანუ ღმერთი კი ანუ მაგას გეუბნები ანუ ამ შემთხვევაში ღმერთში ანუ რას გულისხმობთ მაგას ვიტყვი რომ აბსოლუტური არამატერიალური ტრანსცენდენტალური ნახე შენი საფუძველი აზროვნებაში არის ღმერთი და მაგ ღმერთის ახსნა შემდეგ იწევს უკვე არგუმენტებით ღმერთისთვის ხო ეგრეა კი, მაგრამ თვითონ ეს არგუმენტი ღმერთისთვის არის, ანუ ხო ხდები, აი მაგას გეუბნებოდ წეგან, ანუ არგუმენტი რაც თვითონ აი ნახე, აი რადგან ტელევიზორი არსებობს, მაგის გამო არსებობს ღმერთი, ეს არგუმენტი ღმერთისთვის არ არის. არა, ტელევიზორი არა, ანუ ტრანსცენდენტალური კატეგორიები კი. აი რადგან აზრები არსებობს, აქედან გამომდინარე, ანუ შენ მეუბნები, რადგან ობიექტური ჭეშმარიტება არსებობს, აქედან გამომდინარე არსებობს ღმერთი, ეგ ანუ ღმერთს არ არის ეგ. აი ნახე რას გეუბნები, ანუ ჩვენ ვიყენებთ ლოგიკის კანონებს, რაც არის არამატერიალური აბსტრაქტული იდეები, ანუ არგუმენტი არის ჩემი რომ იდეის წყარო იდეა არის გონების წყარო ანუ ისა იდეის წყარო არის გონება უბრალოდ რა ამას გეუბნები მარტივი არგუმენტია ანუ ღმერთი ანუ შენ ღმერთს რო ვიძახი შეიძლება ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა განსაზღვროთ ღმერთში რაც გულისხმობ რომ უკეთესად გასაგები იყოს შენთვისაც ჩემთვისაც და აუდიტორიისთვისაც რა ღმერთში მე გულისხმობ ანუ ღმერთში ხო უკვე მე მეგონი უკვე ახსენი რას გულისხმობ ღმერთში და მეორე აქედან გამომდინარე ანუ წეგან მე რაც გელაპარაკე რა რომ მაგალითად ანუ იქნება არსი მაგალითად პიროვნება ის რომ მაგალითად არსებობას ამ შემთხვევაში აქვს ტელოსი მიზანი საბოლოოდ რაც ხსნის ასევე ცოდნის მიზანს არსებობის მიზანს და ასე შემდეგ და ცოდნა მაგიტოა საერთოდ ღირებული რომ გააჩნია ობიექტური ტელოსი რატომაც უნდა ვისწრაფოდეთ ცოდნისკენ რაც ძალიან კარგია თუ ჩვენ მაგას ვიტყვიროთ ცოდნას მიზანი არ გააჩნია ღირებულება არ გააჩნია რატომაც ცოდნისკენ ვისწრაფოდეთ დებაც აზრი არ აღდა ასე შემდეგ ანუ მე წარმოვადგინე ეპისტემოლოგიური ონტოლოგიური და ეთიკური ანუ ჩემი მსოფლმხედველობის ანუ ამ საფუძვლების არსი რაც არის თავიდანვე რაც იხსნება ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური თეოლოგიით სპეციფიკურად ანუ ქრისტიანობით რა მოდი ასე ვთქვა შესაბამისად ანუ შენ თუ გამოიყენებ რაღაცას რა ანუ ყველა ვარიანტში თუ რაღაცა ჯასტიფიკაცია არ არსებობს იმ მეთოდის რასაც იყენებ ანუ მსჯელობა ხდება ფალასი ანუ ხო ხდები რას გეუბნები მიუხედავად იმისა რომ აი მაგალითად შენ თუ გააკრიტიკებ მეთქი ჩემს განტოლებას ყველა ვარიანტში პრესუპოზიცია უნდა დაუშვა რომ მათემატიკური ჭეშმარიტება არსებობს სხვანაირად აზრი არ აქვს ხო ანუ ნახე აი მაგაზე როდის გითხარი რომ აი მაგას არ ვუშვებ აი რეალურად წეგანას თქვი და ეხლაც ვახსენებ რა მე რომ შემოვდივარ და მინდა პროდუქტიული საუბარი უკვე ვუშვებ რომ ღმერთი შეიძლება არსებობდეს მაგით ანუ მე აღარს არ მithქვამს რომ მე და შენ ეხა ისევ საუბრობთ რომ ღმერთი აუცილებლად არ არსებობს მე მაგიტო გესაუბრები რომ შენ ჩემს სოფხედელობაში მომყვევი მე შენსაში ხო ხო მაგრამ ხო და ეხა მეუბნები რომ ერთი რაღაც ეხა მეუბნები რომ შენ რადგან საფუძველი არ გაქვს აი მე რომ შენთან შემოვდივარ დიალოგში უკვე ეგ საფუძველი დავუშვი რომ შეიძლება არსებობს კი ეგ მესმის ეგ ძალიან კაი ანუ ამ და ანუ ნახე და ანუ ამ იმას საერთოდ რაღაცო გვიწევს აი იმას
ლოგიკაზე საუბარი, რომ ეს შეიძლება იყოს ან არის? აი გეტყვი, მაგალითად, ანუ ეგ ძალიან კაია რა, რეალურად. ეხლა შენ მაჩვენებ უშუალოდ ჩვენს პიროვნულ დამოკიდებულებას დებატზე და ნუ მაჩვენებ, რომ სიტყვაზე მაგალითად შენ დებატის მიზანი შენთვის არის თავისთავად სიმართლის გაგება და არა რაღაცა უაზრო ლაყბობა და ჩვენთვისაც ანალოგიურად ძალიან კაი, ანუ ეს ძალიან მომწონს და დასაფასებელია. მაგრამ სხვა რაღაცაშია საქმე. როდესაც ხარ რაიმე პოზიციიდან, ანუ რაღაცა პოზიცია გაქვს სიტყვაზე შენ ადამიანს რა, მორგებული მსოფლმხედველობრივი და ეს ყველა ვარიანტში უნდა ხონდეს, ეს თუ არ გექნება აზრი არ ახალაპარაკს. ანუ თუ რაღაცა პოზიცია გაქვს მორგებული, ამ შემთხვევაში როდესაც მაგ პოზიციიდან მელაპარაკები და მე გეუბნები, რომ თვითონ მაგ მსოფლმხედველობრივ სისტემაში რა პოზიციიდანაც მელაპარაკები, იმ პოზიციიდან, ანუ ლოგიკური მსჯელობის, ანუ თვითონ ამ ლოგიკის კანონების გამოყენებისთვის ჯასტიფიკაცია არ გაგაჩნია, ანუ ეგ არის ჩემი არგუმენტი. ამ შემთხვევაში სიტყვაზე შენ თუ გადმოხვალ თეიზმში, ანუ თუ მაგალითად თუ დაუშვებ, თუ ვიტყვი რომ მოდი მე ჩემთვის ეს ვალიდურია და მე მგონი აი ღმერთი არსებობს მართლაც, იმიტომ რომ მართლაც იხსნება ლოგიკის კანონები, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოს სიტყვაზე კონკრეტულ მიმდინარეობაზე, ამ შემთხვევაში კონკრეტულ სპეციფიკური თეიზმის კატეგორიაზე, რაც არის ქრისტიანობა სიტყვაზე. ამ შემთხვევაში განვიხილოთ წერილი. მაგრამ ჩვენ თუ ამას არ ვიზამთ, იგივეა ვსჯელობდით მათემატიკურ განტოლებაზე და მეუბნებოდი რომ მათემატიკურ ჭეშმარიტება საერთოდ არ არსებობს, რაც იქნება თავისთავად უაზრო და არასაფუძვლიანი მსჯელობისთვის, ხო გისმის? ამის თქმა უნდა. ნახე, ხო, აი რა თქმა უნდა, ეხა ვუშვებ, ანუ ღმერთს არსებობას ვუშვებ, მაგიტო შემოდივარ დიალოგში, ეს ერთი. მაგრამ აი შენ როგორც მოყავს რა, როგორ ფორმულებასაც უკეთებ შენ თვითონ არგუმენტს, რომ აი შენი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ჯასტიფიკაციას ვერ გაუკეთებ შენს ლოგიკურ აზროვნებასო. აი ეგ არის, ნახე, რა შემთხვევაში არის, ანუ ლოგიკა, ანუ თვითონ ამ ლოგიკის კანონებს რა. მიაზროვნებ ლოგიკასაც გამოვიყენებ. მაგრამ აი მე ლოგიკის გამოყენებით თვითონ ლოგიკას არ ვამტკიცებ. უბრალოდ ვიყენებ, რომ რაღაცა დავამტკიცო, ჭეშმარიტი ან არ არის ჭეშმარიტი. მაგრამ საფუძველი არ გაქვს ამის, როცა მეუბნები. რაღაცის საფუძველი თუ არ მაქვს, ვერც გავაკეთებ მაგას. არა, ნახე, ეგრეა. ანუ საფუძველი არ გაქვს მსოფლმხედველობრივ დონეზე, ანუ საფუძველს ეხა შენ უყურებ როგორც შესაძლებლობას, მე სხვა დეფინიციით გითხარ. შესაძლებლობა გაქვს მაგალითად, რო არსებობ, ანუ ჩემი არგუმენტი ეგ იქნება, რომ შენ რო არსებობ, იმიტომ არსებობ, რომ ღმერთმა და ღმერთი გინარჩუნებს არსებობას, მაგრამ შენ შეგიძლია ღმერთის არსებობის არ გჯეროდეს. ანუ შენ შეგიძლია თქვა, რომ ღმერთი არ არსებობს და არსებობს, ან მაგალითად შენ შეგიძლია, რომ თქვა, რომ სიტყვაზე მზე არ არსებობს, მაგრამ მაინც გააგრძელო არსებობა ამ პოზიციით იყო შენ, მაგრამ მზის გარეშე არსებობას ვერ გააგრძელებდი, ხო? და დაახლოებით 8 წუთზე მეტ თუ რამდენიცა იქ რამდენი ხანიც უნდა ჩვენს დავყოთ. ანალოგიურად, ანუ შენ კი ბატონო, ანუ თავისთავად, ანუ ჩემი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, თავისთავად შენ ეგ უნარი ღმერთისგან გაქვს მონიჭებული, რომ ის, მაგრამ ანუ ამაში თუ არ დამითანხმე, ანუ უბრალოდ მსჯელობას აზრი არ ექნება ამ შემთხვევაში. ანუ ნახე, მაგაში თუ არ დამითანხმე. მაშინ შენი ჯასტიფიკაცია უნდა წარმომიდგინო, რაც ათეიზმში, აგნოსტიციზმში ეგეთი რაღაც არ არსებობს. ანუ მაშინ ლოგიკის კანონები არ უნდა გამოიყენო, მაგას თუ არ გამოიყენებ. რატო არ უნდა გამოიყენო? მოიცა, ეხლა არა, აი წუთი ნახე ლოგიკის დახმარებით თუ მე შემიძლია რაღაცას დავამტკიცო რომ არის ჭეშმარიტი ან არასწორი. რატო არ უნდა გამოიყენო? ეხლა ახსენებ შენ, ეგრე არ უნდა გამოიყენო. ანუ არბიტრალურია გეტყვი, იმიტომ რომ ეგეთი მეთოდით მე რომ მოგიდგე შენ სიტყვაზე, მე რომ გავაკეთო ესეთი რაღაც რომ მოდი ღმერთი არსებობს და მორჩა, ანუ არანაირი არგუმენტი და არაფერი არ გითხრა, ანუ ანალოგიურად შენ შეგიძლია იგივე რაღაცაზე გამიკეთო. ნახე, ეგ ცოტა სხვა რაღაცაზე წახვედი რა. აი როგორ არის არბიტრალური? არბიტრალური არის თვითნებური, ხო? აი მაგას ნიშნავს როგორც ის. ხო, აი ნახე, ლოგიკურად, აი მე ხო შენ იძახი რომ მე რო ვთქვა რომ, ანუ ესეთი მაგალითი მომიყვანე რომ მე რო ვთქვა რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ამისთვის არ ვაკეთებ არანაირ არგუმენტს. მე გეუბნები, მე ლოგიკას მიზნად, ანუ ლოგიკას როგორც მიზანიც აქვს შემთვის, მაგის მიხედვით ვიყენებ, ჩემ არგუმენტებს კონსტრუქციულად ვაწყობ და ამით მინდა დავამტკიცო რაღაცა ჭეშმარიტი ან რაღაც არ არის ჭეშმარიტი. ხმა წყდება ცოტა, ანუ თუ შეგიძლია. ხმა გაწ. აი ნახე, ლოგიკას თვითონ თავის მიზნიდან გამომდინარე, მე შემიძლია გამოვიყენო და თან ამასთანავე კონსტრუქციული არგუმენტები წარმოგიდგინო, რატო არის რაღაც ან მართალი ან არ არის მართალი. მაგრამ მეთოდი, რასაც იყენება, ამ მეთოდისთვის არ გაგაჩნია ჯასტიფიკაცია, ანუ რო იყენებ ლოგიკის კანონებს, ანუ მსოფლმხედველობაში რა საფუძველი გაქვს ამ ლოგიკას? კაი, არ გამაჩნია. და რა? და ის რომ, ანუ ამ შემთხვევაში თუ ლოგიკის საფუძველი არ გაგაჩნია იმ ლოგიკის კანონების, რასაც იყენებ, მაშინ წინააღმდეგობის კანონიდან გამომდინარე, მე შენთან ერთად ვერაფერზე ვერ ვიმსჯელებ, სანამ ამის. მოიცა, არა, ნახე, საფუძველი რატო ვერ იმსჯელებ? შენ იმაში მეთანხმები, რომ მე შემიძლია გამოვიყენო და რაღაცა დავადგინო, ან ჭეშმარიტი ან არის ჭეშმარიტი. კი, მაგრამ რატო ვერ იმსჯელებ? მე თუ შემიძლია რომ რაღაც დავადგინო, რომ არის ჭეშმარიტი, შენთან ერთად რატო ვერ იმსჯელებ? გეტყვი, რაღაცის გამოყენება და იმ რაღაცისთვის რომ წარმოვადგინო ჯასტიფიკაცია ხო ხდები, რომ ორი სხვადასხვა ინსტანცია ანალოგიურად სიტყვაზე მე და შენ რომ დაობდეთ, ანუ მე და შენ დავობთ ორი ადამიანი. ნეო და გიორგი დაობს. მზე არსებობს თუ არა?
თავისთავად ჩვენ შეგიძლია იყო პოზიციაზე, რომელიც ამბობს, რომ მზე არ არსებობს, მაგრამ შეგიძლია გამოიყენო მზისგან მიღებული სითბო. ანუ ამაში არანაირი პრობლემა არ არის, რომ მზისგან გამოყენებულ სითბოს თავისთავად იყენებ. მაგრამ მზის არსებობაზე თუ არ წამოხვალ, ხო ხდები, ანუ ამ შემთხვევაში ხარ მზის არსებობას იყენებ და მზეს არ აღიარებ, ანუ ხარ ლოგიკურ წინააღმდეგობაში ამ შემთხვევაში, ანუ სიცრუეში. ნახე, არა, ნახე, მაშინ ჭეშმარიტებას როგორ დავამტკიცებ? კი ბატონო, ანუ ჭეშმარიტება თვითონ ეგ სიტყვაც, ანუ რა სიტყვასაც იყენებ, ყველა ვარიანტში, ანუ პრეკონდიცირებულად მოიაზრებს ღმერთის არსებობას, ეგაა ჩემი არგუმენტი. სხვანაირად, ანუ ერთ წუთი ნახე, ჭეშმარიტებას და იმას ხო ვამტკიცებ მე? თუ აი ნახე შენ ანალოგიაში ვისაუბროთ რა, ეგ ადამიანი რომელიც მზის არსებობას არ აღიარებსო და ცდილობს მზის დამტკიცებასო, ანუ ჭეშმარიტებას ვერაზოს ვერ დაამტკიცებს, ხო ასეა? ლოგიკურად. არა სხვა რაღაც გეუნები. ანუ ადამიანი ორი ადამიანი რო დაავდეს. ორი ადამიანი რო დაავდეს. ორი ადამიანი დაავდეს. აი ხა მარტივად ერთი ადამიანი ამტკიცებს ჭეშმარიტებას. არა, აი ნახე ორი ადამიანი რო დაავდეს. რა სიტყვაზე? ერთი ამბობს, ერთის არგუმენტი არის რომ მზე არსებობს, მეორის არგუმენტი არის რომ მზე არ არსებობს და ერთმანეთში მიდის დებატი დავამიდის რა. ამ შემთხვევაში საქმე რაშია? ანუ მზისგან გამოყოფილი რაღაც, ანუ სხივები, ეხლა მე როგორც პარალელი გავვრე როგორც ლოგიკის ღმერთისგან რა, ანუ მზის სხივები დააკავშირე როგორც ღმერთიდან გამომდინარეობს ლოგიკა და ჭეშმარიტება ეგრე დააკავშირე. ანუ მზისგან გამოსული სხივები შეიძლება ეს ადამიანი თბებოდეს, რომელსაც მზის არსებობის არ ჯერა და ამაში არანაირი პრობლემა არ არის, ხო ხდები? მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანი ამას რო აკეთებს და ეგ ადამიანი ჭეშმარიტებას ოდესმე დაამტკიცებს? გააჩნია მტკიცებულებების სტანდარტს, ანუ ხო ხთახთებით რომ სიცრუეში იმყოფება, თუ მზის სხივებს იყენებდა მზის არსებობას. ეგ კონკრეტული ადამიანი სიცრუეში იმყოფება, მაგრამ მაქედან გამომდინარე ჭეშმარიტებას ვერაზოს ვერ დაამტკიცებს. ანალოგიურად მე გეუბნები, ანუ არა, დაამტკიცებ, ანუ დაამტკიცებ რომ არა, ნახე, ეგ ადამიანი მაგის დამტკიცებას რო იცდება. ლოგიკურ კონტრადიქციებს ხო გადააწყდება მაგის დამტკიცება. ორი სხვადასხვა რაღაცა, იმას საფუძველი და რაღაცის გამოყენება არის ორი სხვადასხვა რაღაცა. ის ადამიანი მე გითხარი რომ არსებობას გააგრძელებს, ანუ მიუხედავად იმისა რომ მზე არის აუცილებელი მისი არსებობისთვის, მიუხედავად იმისა რომ მზეს არ აღიარებს, მას არსებობის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ როდესაც ჩვენ მსჯელობთ არის თუ არა რაღაც, აი როდესაც საფუძვლებზე და ანუ ზოგადად მსჯელობთ საფუძვლიანად, ამ შემთხვევაში საფუძვლების წარმოდგენაზე აქვს საუბარი. და მაგალითად ჩვენ როგორც ათეი შეგიძლია სიტყვაზე ვიღაცას ედავო, მაგალითად ჩვენ ძმაკას ედავო, ფანჯარა დატოვა თუ არა ღია და ანუ ვიდაოთ ამაზე და ლოგიკურად ანუ მსჯელობით მიხვიდეთ იმ დასკვნამდე და შეიძლება რაღაც ჭეშმარიტება დაუმტკიცო. კი ბატონო, ამაში პრობლემა არ არის. მაგრამ როდესაც სოფხედელობრივ დონეებად მსჯელობ და შემოსული ხარ ათეისტური სოფხედელობი და თან იყენებ აბსტრაქტულ, არამატერიალურ, აბსოლუტურ, უნივერსალურ ლოგიკისგან რისი საფუძველიც მხოლოდ ღმერთშია, ამას იყენებ იმისთვის რომ უარყო რაღაცა ჩემი პოზიცია და ეს ჩაგაყენებს ანუ არა ნახე შენ თვითონ თქვი წერა კი შეგიძლია მაინც ჭეშმარიტების ან არა ჭეშმარიტების დამტკიცება. ეხა აი მაგ ნახე შენივე იმაში რომ ვისაუბროთ რა მაგალითში უფრო ცოტა ნათელი რო ორი ადამიანი ნახე ხო ერთ წუთს დამასულებინე ორი ადამიანი საუბრობს მზეზე რა ერთი იზახის რომ მზე არ არსებობს მაგრამ მზისგან ენერგიას მაინც იღებს რომ გათბეს. მეორე ადამიანი ამტკიცებს რომ მზე არსებობს. ამ ადამიანს არ აქვს არანაირი საფუძველი რომ თქვას, მაგრამ თავისი ლოგიკის ჭეშმარიტების დამტკიცება მაინც შეუძლია. ეგ ადამიანი, როცა ეცდება ლოგიკურად დამტკიცოს მზე არსებობს თუ არა, გადააწყდება თუ არა ლოგიკურ კონტრადიქციას იქიდან გამომდინარე, რომ რასაც ამტკიცებს, ეგ სიმართლე არ არის. აბსურდულია. შენ მეუბნები ადამიანი, რომელიც ცდილობს მზის არსებობის უარყოფას, გადააწყდება თუ არა ლოგიკურ კონტრადიქციას, ეს არის შენი არგუმენტი? კი ბატონო, ანუ ეგ ოდესმე დაამტკიცებს, რომ ჭეშმარიტის შეხედულება აქვს. ანუ სიტყვაზე შეიძლება რაღაცა ლოგიკური ფორმულა ჩამოაყალიბოს, რაღაცა არასწორი წინაპირობები შეიძლება, ანუ კონტრადიქცია არ ქონდეს თვითონ სისტემაში რა, რეალურად რაღაცა შეუძლია ჩამოაყალიბოს რა, მაგაში არ არის პრობლემა. მაგრამ ჭეშმარიტებას ვერაზოს ვერ დაამტკიცებს. და ანუ ამ შემთხვევაში მაგალითი რა არის, იცი რომ ანუ ამ შემთხვევაში მაგალითი დააკავშირე, რომ მე რო ვიყენებდე ის რისი წყაროს არის მზე, მაგრამ მზის არსებობას არ ვაღიარებდი. ეს ხო არის ფალასი, ხო? ის რისთვისაც აუცილებელი მზეა ამას რო ვიყენებდე სხივები და მაგრამ ამ შემთხვევაში მე არ ვაღიარებ მზის არსებობას, მაყენებს პოზიციაში, რაც არის ლოგიკური ფალასი. ანალოგიურად მაგას გეუბნებოდი ჩემი არგუმენტი სწორად ეგაა. როცა შენ მაგალითად აღიარებ ლოგიკის კანონების არსებობას, რაც არ არის შექმნილი არამატერიალური აბსტრაქტული კონცეფტი უნივერსალური და არ აღიარებ წყაროს, რომელიდანაც გამომდინარეობს ეს ლოგიკის კანონები, გამყოფეს ანალოგიურ პოზიციაში, რაც არის ლოგიკური ფალასი, რაც მსჯელობის საშუალებას გართმევს სოფხედელობრივი სისტემიდან. ამ შემთხვევაში ეს არის ათეიზმის პრობლემა. ნებისმიერი ობიექტური ჭეშმარიტება არის ადამიანების გონებისგან დამოუკიდებლად. ნახე, მე რას გეუბნებოდი, იცი მაგალითში? მე რას გეუბნებოდი, იცი მაგალითში? ადამიანი, რომელსაც წამს აბსურდული იდეის.
ეგ ადამიანი ცხოვრებაში დაამტკიცებს თუ არა, რომ მისი აზრი არის ჭეშმარიტი, ლოგიკური. ანუ შენ წეგან მითხარი, რომ ეგ ადამიანს მაგალითად მაინც შეუძლია რომ თავისი აზრის ლოგიკური ჭეშმარიტებამდე მისვლა. ანუ გეტყვი რა, ანუ როგორ დაამტკიცებს ეგ ადამიანი? ანუ კითხვა მომიცოდე რომ არაფერში უში არ არის პრაქტიკულად არგუმენტი, მაგრამ მაინც მინდა რომ ვიპასუხო რატომღაც რა. ნახე, სიტყვაზე მე და შენ რომ შევიმჟელოთ ეხა რა. ანუ დამტკიცება არის ძალიან სუბიექტური რაღაც. მაგალითად მე ეხლა დარწმუნებული ვარ რომ მე გიმტკიცებ შენ ღმერთის არსებობას, მაგრამ შენ თვლი რომ არ მიმტკიცებ. ამიტომ სიტყვაზე ანუ სოფისტები, ანუ ადრეული ფილოსოფოსები ამტკიცებდნენ სასწავლო რაღაცებს. ისეთი აბსურდული რაღაცეები აქვს სოფისტიკით და იმით სიტყვების თამაშით დადასტურებული, რომ ვერ წარმოიდგენ. ანუ ამიტომ დამტკიცება არის სუბიექტური. მაგრამ ამ შემთხვევაში შენი არგუმენტი თუ არის ის, რომ თუ ჩემთვისაც ღმერთი უნდა იყოს აუცილებლად საფუძველი და მე ღმერთის ამჯერა, ამიტომ ლოგიკის კანონებს როგორ ვიყენებ? ანუ არასწორია, იმიტომ რომ გეუბნები რომ მზის არსებობის რო არა, ნახე, დამტკიცება არის სუბიექტური, ჭეშმარიტება არის სუბიექტური? ბოიცა ერთი წამი მაცადე, ბოდიში. ჭეშმარიტება არ არის სუბიექტური, რა თქმა უნდა. არ არის სუბიექტური, რა თქმა უნდა. აბა, წამი ლაივზე გაფრთხილება მოსწევს. ნახე, რას მეუბნებოდი? ნახე, ჭეშმარიტება არ არისო სუბიექტური, ესეთი რაღაც მითხარი. ეგ ადამიანი ობიექტურ ჭეშმარიტებამდე მივა, რომელსაც არ აქვს საფუძველი ლოგიკური აზროვნებისო. რანაირად? ანუ იმ ადამიანს, რომელსაც აბსურდული იდეა აქვს, როგორ მივა ლოგიკურად ჭეშმარიტებამდე, რომელიც ობიექტურად ჭეშმარიტია. ზოგადად აიხსნი რაღაცას რა, ნახე. მაგალითად, ანუ დებატის დროს ყოფილა ესეთი ორი ინსტანცია, რომ მაგალითად ათეისტს დაუმტკიცებია, რომ ღმერთი არსებობს და ყოფილა ესეთი ინსტანცია თეისტს დაუმტკიცებია, რომ ღმერთი არსებობს. დაუმტკიცებია, ანუ ჭყალებში, ანუ დაუმტკიცებიაზე რატო გეუბნები, რომ სუბიექტურია. მაგალითად, წარმოიდგენილ არგუმენტზე მე შეიძლება ვთვლი, რომ აი ეს მართლაც აი აკმაყოფილებს ჩემთვის მტკიცებულების სტანდარტს და მივიღო ჩემთვის. მაგრამ ობიექტურად ჭეშმარიტად ვერასდროს ვერ დაამტკიცებ. არა, ობიექტურ ჭეშმარიტება და დამტკიცება კიდე ორი სხვადასხვა რაღაცა, მაგიტო გეუბნები, მაგალითად მე ვთვლი, რომ ვამტკიცებ ახლა ყველა ვონიში, მაგრამ შენ ნიძახი რომ არ ამტკიცებ, ანუ შენ რომ იძახო სიტყვაზე და შენთვის რო არ იყოს მტკიცებულების სტანდარტი, ეს არნიშნავს რომ ობიექტური ჭეშმარიტება არ არსებობს. ანალოგიურად მაგალითად შენ რომ აიზეკ ნიუტონმა გრავიტაცია დაამტკიცა? აიზეკ ნიუტონმა გრავიტაცია მაგალითად ჩემთვის პირადად დაამტკიცა, მაგრამ სიტყვაზე ადამიანები რომლებიც ნახე, ობიექტური ჭეშმარიტება დაამტკიცა თუ არა? ანუ ჩემთვის კი, მაგრამ ყველასთვის ამ ზოგი ადამიანი არსებობს მაგალითად რომლებიც ნახე, ობიექტური ჭეშმარიტება ადამიანების გონებისგან დამოუკიდებლად არსებობს და ყველასთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვისთვის როგორ? აიზეკ ნიუტონმა ობიექტური ჭეშმარიტება ხო დაამტკიცა? ეხა მართლა აი ვეცები ნახე აი ისააკ ნიუტონმა ჩემთვის დაამტკიცა მაგალითად გავიწევ ჩემთვის ისააკ ნიუტონის აღმოჩენა და მისი არგუმენტები გრავიტაციის დასასრულებლად არის ვალიდური. მაგრამ არსებობენ მეთქი ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ არიან საერთოდ სიმულაციაში. არც დაჟე, ეხა მე გეტყვი, ჩემ მოგიყვან ძმაკაც ჩემ მოგიყვან. რომელიც თულს რომ გრავიტაცია არ არსებობს და ედავე, აი შენ ძმობას მიცავარ თუ არ დაგჩაგროს დებატში. ანუ მეცნიერებაში დარწმუნებული ვარ შენზე ვეროდ ეყოლა. შენ კი არა მე დაუჩაგრივარ. მიუხედავად იმისა არგუმენტები მეცლება ისეთ რაღაცებს მეუბნება რა გრავიტაციაზე. მაგრამ ამაში არ არის საქმე, ანუ რაღაცის დამტკიცება და არ დამტკიცება არის უფრო სუბიექტური, იმიტომ სუბიექტი რამდენადაც მიიღებს რომ რაღაც დამტკიცებული არ არის დამტკიცებული, ეს სხვა თემაა, მაგრამ ეხა რაზეც მელაპარაკები არაფერში უარში არ არის რა. თუ არგუმენტად მოგაქვს სიტყვაზე ეხა რას საკეთებ სიტყვაზე მე ღმერთის არსებობის თუ არ მჯერა მაშინ ლოგიკას მე რანაირად ვიყენებ, ანუ ეს არ არის ვალიდური არგუმენტი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ ლოგიკის გამოყენება შეგიძლია, მაგრამ რასაც იყენებ იმის გასამართლებლად გამოყენება შემიძლია ჭეშმარიტების დასამტკიცება. ჭეშმარიტება არის ობიექტური ჭეშმარიტება არის ის რაღაც, რაც არსებობს ადამიანების გონებისგან დამოუკიდებლად. რატო გეუბნები ამას? არ აქვს მნიშვნელობა როგორ იგებენ ამას ადამიანები, ანუ ვინ რას ამტკიცებს, თუ ეს ჭეშმარიტება მაინც არსებობს მათგან დამოუკიდებლად. ანუ თუ დამტკიცებას არ აქვს თუ აბსურდული იდეების მწამს, რომელსაც არ გააჩნია არანაირი საფუძველი, მაგრამ შემიძლია ლოგიკურად ეს ჭეშმარიტება ობიექტურ დონეზე დავამტკიცო. ობიექტურ ჭეშმარიტებამდე მივიდე იმ ობიექტურ ჭეშმარიტებამდე, რომელიც არსებობს ადამიანის გონებისგან დამოუკიდებლად. რაზეც წეგა შენ დამეთანხმე. ანუ ნახე, მაგამდე როგორ მივა აბსურდული იდეა. კითხვა არ არის არაფერში უშია ესეთი მაღაზია დაგეთანხმე, გეტყვი რაზე დაგეთანხმე. ჩემი მეზობელი გელა ის ძალიან ხშირად მომყავს მაგალითად. გელამ მსჯელობ, გელა თulis რო არის იგი ნაპოლეონ ბონაპარტე. ანუ მსჯელობს გელა ესე. ნაპოლეონი იყო იმპერატორი. მე ვარ ნაპოლეონი, ამიტომ მართალია ის რომ მე ვარ იმპერატორი, ანუ ლოგიკურად კონსტრუქცია გამართულია, ანუ ლოგიკაში თვითონ ანუ ფორმულირება, ანუ რა ფორმულირებითაც ისა არგუმენტი ჩამოყალიბება, არანაირი ფალასი არ არსებობს, ანუ ფალასი ამ შემთხვევაში ფალასია, ანუ სიცრუე ამ შემთხვევაში არსებობს პრესუპოზიციაში, ანუ პრესუპოზიცია არის სიცრუე, რაც არის ის რომ გელა არის ნაპოლეონი, ანუ თორე გელა რომ ნაპოლეონი იყოს, ჭეშმარიტად პრემისებს დასკვნა მოყვება რომ მართლაც იმპერატორია რა. ანუ ვეგაგიხსენო შეიძლება ლოგიკურად გამართულად იმსჯელოს ვიღაცამ და დაგიმტკიცოს რაღაც რაც არის არ არის ისა, რაც არის სიცრუე ჭყალებში დაგიმტკიცოს ამას აკეთებდნენ სოფისტები. მაგრამ ჩვენ ახლა ამას არ ვაკეთებთ.
ოღონდ ეს ეხლა შენ რაზეც მელაპარაკები პრაქტიკულად არაფერ შუაში არ არის. ანუ შენ რო ნახე, გადმოიტანე. არა, მე გეტყვი რატო არის შუაში რა. აი, შენივე სიტყვებიდან გამომდინარე გეტყვი. ნახე, მაგაში გეთანხმები, რომ ადამიანებს შეუძლიათ რაღაცაზე ლოგიკური არგუმენტები წარმოადგინონ, რაც შეიძლება არ იყოს ობიექტურად სიმართლე, მაგრამ ვიღაცასთან დაამტკიცონეს. ეს არის სუბიექტური გაგება და ბაზარი არა. წეღან მე და შენ გავუკეთე დისტინქცია ასეთ რაღაცას რა. ადამიანი, რომელიც მსჯელობს ლოგიკურად, შეუძლია ორი რაღაცის დამტკიცება, რაც იქნება სიმართლე და რაც იქნება ტყუილი. თუ ტყუილს დაამტკიცებ ადამიანი შეიძლება არგუმენტში დაამტკიცო, მაგრამ სიმართლე რომელიც არის ობიექტურად ჭეშმარიტი და არსებობს ნებისმიერი ადამიანის გონებისგან დამოუკიდებლად, მაგას აბსურდული იდეებით ვერ დაამტკიცებ ვერანაირად. თუ შენ საფუძველი თუ ნახე მაგალითად ანუ შენ ეხა წერან ბოლო წინადადება შეიძლება რომ გამიმეორო ერთხელაც რას თქვი ბოლო წინადადება მე მგონი ობიექტურ ჭეშმარიტებაზე ვთქვი რომ არა ბოლო წინადადება ობიექტური ბოლო წინადადება აუ ზუსტად არ მახსოვს და რა გაინტერესებს კონკრეტულად და გეტყვი თავიდან თვითონ ბოლო წინადადება არ მახსოვს აი ნახე შეხედე ანუ რა შუაში არგუმენტთან ანუ როცა ჩემ არგუმენტთან ეგ რა შუაში ეხა რასაც ლაპარაკობ ანუ უბრალოდ შენ თქვი ადამიანს ნახე ანუ შეხედე აი რა შუაშია მითხარი და გეუბნები გიხსენი ამიქცენი რა შუაში ანუ ადამიანს რომელსაც მსოფლმხედველო კი ბატონო შენ წეღან მითხარი ადამიანს ბოდიში კითხვას დაგისვამ ადამიანს რომელსაც არ გაგაჩნია სოფხედელობაში მეთოდის ჯასტიფიკაცია, რასაც იყენებ იმისთვის, რომ განსაზღვრო ეგ ობიექტური ჭეშმარიტება. რანაირად შეგვიძლია გავაგრძელო. თუ მე გეუბნები, თუ ადამიანს არ შეუძლია იმ მეთოდის ჯასტიფიკაცია მოახდინოს, რასაც იყენებს, ეგ მაგ ადამიანს ჯერა აბსურდული იდეის, რომლის დამტკიცებაც ობიექტურად არის შეუძლებელი. და შენ წეღან მითხარი რომ შენ ლოგიკურად შერასიზახე ეხა შერასიზახე ანუ თუ ჯასტიფიკაციის წარმოქმნა არ შეგიძლია აბსურდული იდეის ჟერა რასისულელი ანუ მაგალითად უამრავი ადამიანი არსებობს რასისულელი ანუ მაგალითად ადამიანს შეიძლება არ შეუძლია წარმოადგინოს ლოგიკური ჯასტიფიკაცია იმისთვის რომ გარესამყარო რეალურია მაგრამ იმას რო არ შეუძლია რომ წარმოადგინოს ლოგიკური ჯასტიფიკაცია ეს იმას ანიშნავს რომ სისრულეშია ან შეიძლება კაცო რწმენა გამომდინარეობდეს ცუდი მიზეზებიდან ანუ მე მორწმუნეებისგან მისგანაც მინახავს ათეიზმთან საწინააღმდეგო არგუმენტები მორწმუნეების მხრიდან სრული სისულელია, მაგრამ მორწმუნეები მაინც სწორ პოზიციაში არიან ამ შემთხვევაში. ანუ ამას არ აქვს წარმოდგენა სხვა რაღაცა. ანუ მე ლოგიკური მომისმინე, ნახე, ჩემი ლოგიკური აზროვნებით. ადამიანს რომელსაც მეუბნები რომ ეს საფუძველი არ გამაჩნია. ხო? მაქსიკოს ასეც არ გამაჩნია. კიდევ ერთხელ ვთქვათ, ჩემი ლოგიკური არგუმენტებით შემიძლია თუ არა რომ ჭეშმარიტება დავამტკიცო. კიდევ ერთხელ გეუბნები. ანუ შენ კი, ნახე კი არა, მოდი ეხა კი არა და მე მითხრა. გეტყვი, ნახე, პირდაპირ გაგცემ პასუხს. კი, შეგიძლია რომ დაამტკიცო რაღაც, ამას არავინ არ გეუბნება. გეხვეწევი ჩალისკას უნტევ თორე აზრი აღარ ექნება ლაპარაკს. კიდევ ერთხელ აგიხსნი შენ პოზიციას, რა გთხოვ. შეგიძლია რომ რაღაც ჭეშმარიტება დაამტკიცო იმ მეთოდით, იმ ლოგიკის კანონების მეთოდით და იმ ინდუქციით და იმ აბსტრაქტული, ანუ ესა ტრანსცენდენტალური კატეგორიებით, რასაც იყენებ. მე გეუბნები თვითონ მაგ მეთოდის ჯასტიფიკაცია არ გაქმეთქი. ანუ მე უნდა მივიღო შენგან რომ ეს არსებობს და ასეა და მორჩა და ამას არ ვიღებ. ანუ გეკითხები, ანუ accountable გაყენებ, ანუ პასუხისმგებლობის ქვეშ გაყენებ. რანაირად არსებობს როგორც ათეის ჩვენს მსოფლმხედველობაში, ანუ რა გამართლება გაქვს აბსოლუტური არამატერიალური კანონების. აი ეს არის ჩემი კითხვა, მაგას გეკითხე. ბოდიში ორი წამი წყალს დავლევ და მოვალ რა. ოკეი. აზრი არა. მადლობა. შეგეწიოთ უბრალოდ ეს უბრალოდ ხიხა.
მალე დავდებ მაგ მეორე მოსვლაზე ვიდეოს. მოვიდი. ხო, რა ქვია? აუ ბოლოს კი არ მახსოვს რას. ხო. ის რა ქვია? აი ბოლოჯერ რატო დაგაზუსტებინე იცი ეგ? აი იქიდან გამომდინარე რომ მე მან შენი აზრით ხო საფუძველი მაინც მაქვს ღმერთი. ანუ შესაძლებლობა გაქვს, მაგრამ სოფხედელობაში არ გაქვს საფუძველი. ნახე, მარა საფუძველი მაინც მაქვს აზროვნების და ყველაფრის. შენი გამოსახედიდან. როგორც აზროვნების შესაძლებლობა, როგორც პიროვნება. არსებობის შესაძლებლობა გაქვს, რა თქმა უნდა. არსებობა და ასე შემდეგ. აი, რა ქვია, ანუ ნახე, მე იმაში მოყვები რომ შეიძლება ღმერთი არსებობდეს და მაგიდან გამომდინარე ვარ ამ დებატშიც რომ მაგაზე ვისაუბრებ. მაგრამ ჩემი არგუმენტი არ არის ეგ რომ შეიძლება ღმერთი არსებობდეს. მე გეუბნები რომ ღმერთი არსებობს და არა შეიძლება არსებობდეს, ანუ. ნახე, ანუ შენი არგუმენტი არის ის რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ შეიძლება არ არსებობდეს. ხო და ჩემი არგუმენტი არის რომ შეიძლება არ არსებობდეს და ანუ მაგაზე სასაუბროთ რომ შემოვედი და თან შემიძლია რომ ლოგიკურად დავამტკიცო ჩემი ჭეშმარიტება, დავამტკიცებ და ანუ ვისაუბროთ. არა? პრობლემა რაშია? აი ნახე, კიდე ერთხელ გეუბნები რა, ნახე, ანუ ის მეთოდი, რასაც იყენებ რა, მაგ ჭეშმარიტებების ლოგიკის განსაზღვრა ამ ყველაფრისთვის, ანუ აუცილებელი პრეკონდიცია არის მეთქი ღმერთის შესაბამისად ამ შემთხვევაში შენ თუ მე უბრალოდ მეუბნები რომ შეიძლება ღმერთი არსებობდეს და მოდი ვიმსჯელოთ, არა, იმიტომ რომ შეიძლება ღმერთი არსებობდეს, არ არის ჩემი არგუმენტი. ჩემი არგუმენტი არის რომ ღმერთი არსებობს და არა შეიძლება შემთხვევით მოხდა, არა, ანუ აუცილებელი არსებაა, ეს იყო ჩემი არგუმენტი. ამიტომ თუ მე თეისტი ვარ, ღმერთი არსებობს, შეუძლია ვიმსჯელოთ ამ შემთხვევაში. თუ როგორ, ანუ არა, რა თქმა უნდა არა, ანუ მეგონა რომ ღმერთი არ არსებობს. მაშინ ანუ და მაგიტომ მაშინ ანუ არ გავარდოს ნახე და შენ რას ანუ შენ მომისმინი შენ რას იძახი რომ ანუ ჩემ არგუმენტებს ობიექტური საფუძველი არ აქვს თუ შენს არგუმენტებს ობიექტური საფუძველი არ აქვს კი ბატონო ანუ თვითონ მეთოდი რანაირად ანუ მე არ შემიძლია ისეთი რაღაც თქვა რასაც ობიექტური ის ექნება საფუძველი ანუ ზოგადად რაღაც განცხადება ზოგადად შემიძლია ზოგადად რაღაც განცხადება რო გააკეთო ანუ შეგიძლია მაგრამ მე თუ ძირიზირამდე გამოყევი ანუ სიტყვაზე შენ გააკეთე ესეთი განცხადება რა მაგალითად მე ვამბობ რომ სიტყვაზე წვიმს თბილისში შენ ამბობ რომ არ წვიმს და შენ აკეთებ ესეთ 100%-იან განცხადებას რომ მე და შენ ორივე მართლები ვერ იქნებით ანუ თავისთავად ობიექტურ განცხადებას აკეთებ ანუ ობიექტურ ჭეშმარიტება ეს განცხადება მაგრამ თვითონ ანუ საფუძველი რო კითხო ანუ რატო ვერ ვიქნებით მე და შენ ორივე მართლები შენ მეტყვი ლოგიკის კანონი რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული ობიექტურ ჭეშმარიტება ასე შემდეგ და რო კითხო ლოგიკის კანონისთვის საფუძველი ანუ თვითონ რატო არის ეგ ობიექტური ჭეშმარიტება, ანუ რა განაპირობებს რომ აბსოლუტურია და ასე შემდეგ, მაგისტვის უკვე საფუძველი აღარ გაქვს. ამიტომ სიტყვაზე ანუ შენ ხა შენ ძმაკასთან შეგიძლია რაღაცაზე იდებატო და რაღაცა იქ იმას, მაგრამ თუ ძირიზირამდე სოფხედელობრივ სისტემამდე საფუძვლებზე თუ ჩაგეძიე, თავისთავად არა, არ ჯასტიფიკაცია არ გაგაჩნია. ჯასტიფიკაცია არ ნახე აი მე ხო შემიძლია ისე ვიმსჯელო რეალურად რაღაცაზე, რისიც არ მწავს რა. და ობიექტური საფუძველის რა თქმა უნდა შემიძლია მქონდეს. ნახე, აი, მე მოდი იმაზე ვიმსჯელოთ, მე რა შემიძლია გავაკეთო და რა არ შემიძლია გავაკეთო. შენი გამეთანხმე, რომ მე შემიძლია ვიაზრონო, ფაქტია რომ ვაზრონებ, შემიძლია ლოგიკურად ვიაზრონო, ეგეც ფაქტია რომ ლოგიკურად ვაზრონებ, ამ ლოგიკური აზროვნებიდან გამომდინარე გავაკეთო ისეთი არგუმენტები, რომელმაც შეიძლება ჭეშმარიტება დაამტკიცოს, ან ვერ დაამტკიცოს. ოკეი. ნახე. ვისაუბროთ პრობლემა რაშია? კი, მაგრამ ნახე მე პრობლემა რაზე მაქვს? მე მაქვს შენს მეთოდზე პრობლემა, რაც პრესუპოზიციურად გაქვს დაშვებული. ეს პრესუპოზიცია ამ შემთხვევაში არის შენთვის ლოგიკა. ლოგიკა არის შენი პრესუპოზიცია. მაგრამ ეს პრესუპოზიცია, ან პრესუპოზიციისთვის ჩვენ უნდა წარმოვიდგინო მე ჯასტიფიკაცია. ანუ გეკითხები ლოგიკის საფუძველი რანაირად გაქვს შენ სოფხედელობაში. ანუ შენი მეთოდის საწყისი რაც არის, ანუ საიდანაც იწყებს მსჯელობას. ლოგიკის საფუძველი შეიძლება გქონდეს ნებისმიერ რაღაცაში. აი მაგას შენ აი ნახე ლოგიკის საფუძველი არ იქნება რაღაც აბსურდ აი შენ ძმაკაც რა აი წეგან მითხარი რომ გრავიტაციას ისე დაგიმტკიცებსო რომ ანუ შენს დაიჩაგრებიო რა რეალურად დებატშიო მაგ შენ ძმაკაც საფუძველი ხო ექნება ობიექტური არგუმენტების კი მაგრამ გრავიტაცია ანუ ჩემი აზრით ანუ სისულელეს აბა რა გინდა თუ კი აბა რა გინდა ის რასაც ამტკიცებს ჩემი აზრით სისულელეს ისახის უბრალოდ მეცნიერულად განათლებულია და მაგიტო და იმიტომ რომ საფუძველი აქვს მაგის არგუმენტი არა ნახე საქმე რაშია იცი რომ სიტყვაზე აი შენ მითხარ რომ შენ არგუმენტებს საფუძველი არა აქვს გეტყვი ნახე გრავიტაცია არის რაღაცა მატერიალურად ანუ ამ შემთხვევაში სამყაროში რა ჩვენ სიტყვაზე შეგვიძლია ემპირიული მეთოდითაც ვიმსჯელოთ გრავიტაციაზე რა მაგრამ ანუ თვითონ ამ ემპირიულ მეთოდს რაც წინ უსწრებს
რაც ანუ ამ შემთხვევაში წინ წლები რაც არის ანუ ტრანსცენდენტალური მაგისტრის არის აი ეს ანუ მსჯელობა როგორც იწყება რა მაგალითად ჩემი გზმაკაცი საერთოდ ვერაფერს ვერ გააკეთებდა დებატის დროს და მსჯელობაში თუ ყველა ვარიანტში პრესუპოზიციურ დონეზე გარანტირებულად არ დაუშვებს იმ ლოგიკის კანონებს რითიც ანუ მსჯელობა მიმდინარეობს ხო მაგალითად ჩემი გზმაკაცი ჩვენთან რომ შემოვიდეს ეხა დებატში და მე და შენ რო ვედებატოთ რომ გრავიტაცია არსებობს იმან ყველა ვარიანტში რომ არსებობს ეგეც რომ დამწოს მაგისთვისაც დაშვება ჭირდება იმ წინააღმდეგობის კანონის და იდენტობის კანონის და არარსებული შუაგულის კანონის ანუ ეს კანონები ყველა ვარიანტში ჭირდება რა მაგრამ ამ კანონებისთვის მე გეკითხები ეხა შენ რადგან ჩვენ სოფხედროობის სისტემაზე დავთ მაგალითად მე და შენ რომ დავაუბრეთ სიტყვაზე რაღაცა გრავიტაციის საფუძვლებზე და რაღაცა შეგვიძლია ამაზე ხოლმე არც ჩავეძიო და შეგვიძლია ემპირიული მეთოდით ვიმსჯელოთ მაგრამ რადგან ლოგიკურ მსჯელობაზე მიდგა საქმე და კონტრადიქციაზე აქედან გამომდინარე გეკითხები ანუ საფუძველი არ გაგაჩნია შენ ლოგიკის შენ სოფხედროობაში და რომ ანუ რატომ უნდა ვიმსჯელო შენთან ერთად ლოგიკაზე თუ ლოგიკისთვის ჯასტიფიკაციას არ წარმომიდგენ იმიტომ რომ მაგიტო გეუბნებოდი რომ არბიტრალურია მიგავაკეთე შემიძლია და მაგიტო ჰა? ჭეშმარიტების დადგენა შემიძლია და მაგიტო. ანუ რაღაცა ჭეშმარიტებების. რატო ჭეშმარიტებების აი ნახე მინდა რომ კარგად მივხვდი არგუმენტს. ანუ რაღაცა ჭეშმარიტებების დადგენა შენ შეგიძლია მაგალითად შენ რო ლაივში ხარ შემოსული ამის დადგენა შეგიძლია. ეს არ არის პრობლემა. თვითონ ანუ მეთოდი რითიც მაგ ჭეშმარიტებას ბრჭყალებში ჭეშმარიტებას ადგენენ. აი ეგ მეთოდი მაგ მეთოდისთვის არ გაგაჩნია. ჯასტიფიკაცია, ანუ უშვებ, რომ ეს არის და მორჩა, არ უნდა ავხსნა. და თუ არ უნდა ახსნა, მაშინ მე არბიტრალურია, მაგიტო გეუბნები, რომ მე ნებისმიერ რაღაცაზე გეტყვი მაგას, ანუ არ კონსისტენტური. ნახე, ანუ შენ მეუბნები, რომ რაღაცას ლოგიკურად. აი, კიდევ ერთ და იგივე რაღაცას ვიმეორებ. და მოდი, აი, ნახე, ერთ რაღაცას ვიტყვი ბოლოჯერ, ერთ რაღაცას ვიტყვი ბოლოჯერ და თუ გინდა გავაგრძელოთ საუბარი, თუ გინდა არა, ამას. ნახე, შენ მეუბნები, რომ რაღაცის გამოყენება შეგიძლია ლოგიკურად. ლოგიკას იყენებ, ფაქტია რომ ლოგიკას იყენებ, ამ ლოგიკას დაყრდნობით შეგიძლია გაარკვიო რაღაცა მართალია ან არ არის მართალი. მე გეუბნები რომ აბსურდული, აი რა ყველა არგუმენტს აქვს თავისი ობიექტური საფუძველი, რასაც იყენებ, ნებისმიერ შემთხვევაში ექნება და შეუძლია კონდეს და მაქედან გამომდინარე შენ ძმაკაცად შეუძლია ობიექტური საფუძვლებით წარმოადგინოს ისეთი არგუმენტები, რაც იქნება ვალიდური და მე და შენ დებატში დავჩაგდოს. ანალოგიურად შენ მეუბნები რომ მე რატომ და შემოვიდეო შენთან საერთოდ დიალოგში თუ შენ საფუძველს ვერ უძებნიო შენს ლოგიკურ აზროვნებას აი ნახე წარმოიდგინე ეხლა ჩემს იმიტომ ლოგიკური საფუძველი არის იმიტომ რომ სიტყვაზე მე და შენ ანუ შენი აზრითაც ჩემი საფუძველი არის ღმერთი და აბა რა გინდა ანუ სიტყვაზე აი მაგალითი რაც მოიყვანე რაც ჩემს ვაკაცე მე რაც გითხარი ოღონდ მე სხვა მიზნით გითხარი მაგრამ სიტყვაზე ხარ რაც ახსენ მაგალითად აი ნუ ეგრო აი ჩემს ძმაკაც შეუძლია რომ რაღაცა დაგვიმტკიცოს რაღაცა მატერიალურ რეალობაზე რაც ანუ მომენტ ჩემი აზრით ის მაგაზე დაობს რომ ემპირიულად ეგ ვერ დასტურდება და მაგაზე გვედავება მაგრამ ეხა მაგას არ ჩავეძიეთ გრავიტაციის თემას ანუ ემპირიულად რაც შეიძლება რომ დადასტურდეს რა ანუ ემპირიულად რაღაცა მატერიალურზე კიდე შეიძლება ადამიანმა რაღაცა ისე შეგვიყვანოს და ისე ანუ გაწვალოს დებატში რომ ეს გასაგებია მე გეუბნები თვითონ მეთოდი ანუ მეთოდისთვის ხო არის ჯასტიფიკაცია აუცილებელი აი მაგალითად გეტყვი რას გულისხმობ მაგალითად მე რო შენ გედავებოდე ესეთ რაღაცაზე რო წვიმს რო გეუბნები რომ მე დავბრო წვიმს შენ არ მეთანხმები მე ყველა ვარიანტში თუ არ დავუშვი წინააღმდეგობის კანონი რომ ორივე მე და შენ მართლები ერთდროულად ვერ ვიქნები რომ თან წვიმს და თან არ წვიმს ეს რომ ერთდროულად ერთ მომენტში ერთ კონტექსტში ვერ იქნება ჩვენ ლაპარაკს არ ექნება აზრი ანუ ამიტომ რაღაცები მაგრამ ვუშვა ანუ ეგეთი უსებოთ აი რაღაცები არის რაც მე და შენ პრესუპოზიციურ დონეზე უკვე უეჭველი გარანტირებული 100%-იანი ვთანხმდებით მათ შორის ნებისმიერ დებატზე ხო და მე გეკითხები თვითონ აი ამ ლოგიკის კანონების საფუძველზე რაზეც პრესუპოზიციურ დონეზე აუცილებლად მე და შენ უნდა შევთანხმდეთ მაგის საფუძვლები სად გაგაჩნია ეს არის ჩემი ობიექტური სიმართლე არის მაგის საფუძველი. ობიექტური სიმართლე თვითონ მაგ მეთოდით განისაზღვრება. ხვდები რას გეუბნები? აი როგორ აი მაგ მეთოდით განისაზღვრება, რას ნიშნავს? მომისმინე, ობიექტური სიმართლე ლოგიკით განისაზღვრება? ლოგიკის გარეშე ამ ობიექტურ სიმართლეს როგორ დაადგენ? გამორიცხულია, ხო? დაადგენ, მაგრამ აი ისედაც ხო არსე, აი ნახე. არა, გამორიცხულია ან არ დაადგენ. არა, ლოგიკის გარეშე გამორიცხულია, ანუ და გეტყვი რატო არის გამორიცხული. ნახე, სიტყვაზე მე რო ვთქვა რომ ჭეშმარიტია დებულება რომ მზე არსებობს. აი ეს არის ჭეშმარიტება, ჭეშმარიტებას მივაგენი. რისი პრესუპოზიცია? იდენტობის კანონის პრესუპოზიცია. ანუ იდენტობის კანონი არის იმ შემთხვევაში რომ მზე არის მზე და არა სხვა რამე. თორე იდენტობის კანონი თუ არსებობს და მზე შეიძლება იყოს მფრინავი, ვარდისფერი, სპილო, ცაში, მაშინ ანუ განცხადებას ვერ გავაკეთებ. ამიტომ ობიექტურ ჭეშმარიტებას შენ ასაც უწოდებ, ეგ მეთოდი ის ობიექტურ ჭეშმარიტებას განსაზღვრავს, ეგ არის ეგ აბსტრაქტული
უნივერსალური არამატერიალური ლოგიკის კანონები, ანუ ეგრეთ წოდებული ტრანსცენდენტალური კატეგორიები. მარტო ეგ არ არის, კიდე სხვა რაღაცებია, მაგრამ სიტყვაზე ეს ლოგიკის კანონებზე რო შევიდეთ. ნახე, ანუ აი პრობლემა მაინც არ არის. აი და კაი, ნახე, მე გეტყვი რომ აი პრობლემას გეფიცები თუ არ იყოს პრობლემა და ტყუილად თუ გაწვალებდე ხა მართლა პრობლემა. ანუ ნახე, არსებობს ობიექტური სიმართლეები, ობიექტური კანონები არსებობს, რაღაცეები, რაც შემდეგ აიხსნება ლოგიკით. აი სიმართლე რა, სიმართლე აიხსნება ლოგიკით, ხო? ბატონო, ანუ თავისთავად სიმართლე აიხსნება ლოგიკით, ჩემი საფუძველი არის სიმართლე. სიმართლეს დაყრდნობით ვსაუბრობ, რასაც ვსაუბრობ და სიმართლე ვერ იყენებ ლოგიკას, ლოგიკის დასამტკიცებლად კი არ ვიყენებ, ლოგიკას ვიყენებ ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. ხო, მაგრამ გავიგე. მაგრამ როცა ამბობ რომ სიმართლეს რო უწოდებ რაღაცას, ხო, ლოგიკის კანონების წინასწარ პრესუპოზიციას ახდენ, ხო ასე? ანუ იდენტობის კანონი დაშვებული გაქვს. ყველა კანონი დაშვებულია ლოგიკის, მარტო სამი კანონი კი არა, იმ კანონების ისიც მოყვება. მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. ხო, ანუ მაგის გარეშე ვერაფერს სიმართლეს ვერ უწოდებ. ანუ შენ რო რაღაცას მე და შენ, ნახე, მე და შენ ლოგიკის კანონებზე ხო შევთანხმდებით? ანუ ლოგიკის კანონებს არც ჭირდება ჩვენი შეთანხმება, ანუ ისეც არსებობს, მაგრამ აი ჩვენ შეგვიძლია რომ შევთანხმდეთ, რომ ეს ლოგიკის კანონები არის ის, რის მიხედვითაც ახლა ვიმსჯელებთ, ხო? არა, ანუ განაისროთ შეთანხმდეთ შეგვიძლია. ნახე, ანუ ჩვენ ისედაც ამის მიხედვით მსჯელობთ ყველა ვარიანტში. ანუ შეთანხმებას არ უნდა. მაგალითად, შენ რო შემოდიხარ ჩემთან ათეისტი, სადებატოდ და მეუბნები ღმერთი არსებობს, მე გიმტკიცებ რომ ღმერთი არსებობს. ჩვენ არ გვჭირდება შეთანხმება, რომ მოდი ეხა non contradiction-ის კანონზე შევთანხმდეთ, მე და გიო და მე ეს მართლა ის არა, არ გვჭირდება. წინასწარ მოვიაზრებთ ამას აზროვნებაში, რომ შენ იცი რომ შეუძლებელი რომ ღმერთი თან არსებობდეს, თან არ არსებობდეს, ორი ვარიანტი არ არსებობს, ან არა უშევ იდენტობას, წინააღმდეგობას არ არსებობს და ასე შემდეგ და მე საკმარისი მიზეზი საფუძვლები და მე გადავდიოდი სხვა კანონებში სიტყვაზე. ამიტომ არა ეს ყველა ვარიანტში არის აპრიორული აუცილებელი საჭირო დრისის ჯასტიფიკაციაც მსოფლმხედველობაში არ გაგაჩნია ამას გეუბნები. და მომისმინე, ანუ შენი აზრით რა. მოდი, აი ჩემ თავზე აღარ ვისაუბრო, შენი აზრით, აი არც ერთ ათეისტ ფილოსოფოს არ გააჩნია თავის მსოფლმხედველობაზე არანაირი საფუძველი? ანუ საქმე რაშია იცი რომ აი მე გეტყვი რავი ყველაზე მაგარი ვინ არის ბერტრან რასელი. აი ბერტრან რასელი მაგას იძახე. ანუ ბერტრან რასელი რასაც უკეთებდა ათეისტებს, თვითონ ათეისტი იყო. რასაც უკეთებდა ათეისტებს ზუსტად იგივეს ვაკეთებ. ეხლა მე ოღონდ ბერტრან რასელი რას იძახდა ის საბოლოოდ რომ ჩვენ არ გვაქვს ისა რა ქვია მეთოდი იმისთვის რომ ლოგიკა გავამართლოთ. ვერ ავხსნითო. ამას იძახდა ბერტრან რასელი და ანუ მაგაზე ვამბობ რომ ანუ ჩემთვის ეგ არის თვით დამანგრეველი და თვით გამანადგურებელი რომ თქვა რომ აი პროსტა არ გვახდა ესე ანუ ხო ხტები ანუ ხო და აი ნახე თვით ხო და აი წეგანი მაგას გეუბნებოდი რომ ეგ პრობლემა არ არის თქო იმიტომ რომ აი თვით გამანადგურებელი არ არის რომ აი არა აი შენ შეგიძლია თქვა რომ აი მე accountable გაყენებო რომ შენ ახსნა რა არის შენი საფუძველიო მე გეუბნები რომ ამას საფუძველი არ აქვს მაგრამ მიუხედავად ამისა ამას გამოვიყენებ და ამით დავადგენ ჭეშმარიტებას ხო ანუ შენი საფუძველი არის ღმერთი ჩემი საფუძველი გავიგე ოღონდ ანუ ნახე აი ჩემი საფუძველი და მან უკვე აღარაფერი აღარ არის და მაგიტო ვეუბნები იქ აღარაფერი აღარ შევა მაგალითად მე ძალიან მომწონს რა ბერტრანსელი ფილოსოფოსი ანუ ბევრი ანუ რაც აქვს სხვა ნაშრომები და ანუ პატივსაცემია ჩემთვის მაგრამ ანუ თვითონ როდესაც მიდიოდა საქმე მაგ ეპისტემოლოგიური სისტემის ჯასტიფიკაციაზე გამართლებაზე ლოგიკის კანონებზე ეს რაღაც ამბობდა რომ განაისრო მე არ მაქვს როგორც ათეისტო თქვა საერთოდ ანუ ზოგადი განცხადება გაკეთებ ჩვენ არ გვაქვს თურმე არა ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი ლოგიკის გამართლების არ გვაქვს ხო და ანუ მაშინ არის ეს არის თვითნებური მაშინ მე შენ უნდა თქვა რომ ლოგიკა უბრალოდ არის ძმა და მორჩა და არანაირი ჯასტიფიკაციას არ წარმოგიდგენ და ეგ რო გადავიტანო მე ჩემ მეთოდზე ანუ მე რო გავაკეთო ეგეთ რაღაც გეტყვი ღმერთი არსებობს და full stop-ი მორჩა ანუ არ გავამართლებ და ანუ რატომ უნდა გავიგე მაგრამ აი ნახე იგივე არ არის ერთ და იგივე არ არის შენ რო არ ამართლებ ღმერთს ეგ ნიშნავს რომ არანაირ ობიექტურ არგუმენტს ან არგუმენტებს ან ლოგიკას საერთოდ მომისმინე მე რო თქვა რომ ღმერთი არსებობს და ეს არ გავამართლო არანაირად ლოგიკას გამოვიყენებ თუ არა რო არ გავამართლო. არა. ყველა ლოგიკას ეწინააღმდეგებია. ხო, რა თქმა უნდა არა. და მე ანუ ნახე და ანუ იგივე მაგალითი რატო არ არის, იცი? იმიტომ რომ მე ლოგიკას ვიყენებ და ლოგიკა არა, ბოდიში წეგარ აღითხარი, იცი რომ სიტყვაზე შენ რო თქვა რომ ღმერთი არსებობს და მორჩა და არაფერი არ ქნა, ანუ აქ ლოგიკური პრობლემა კი არ არის. ანუ ამ შემთხვევაში არის პრობლემა უბრალოდ ანუ თვითონ ანუ დებატის იმაში, ანუ მაგალითად სიტყვაზე ვიღაცამ შეიძლება გააკეთოს რაღაცა განცხადება. რომ რაღაც არსებობს და ანუ არსებობს და მე არაფერს არ ვიტყვი და გაჩუმებული. ანუ იქ განა იმას ფალას იქნა უბრალოდ რაღაცა განცხადება გააკეთა, რომ რაღაც არსებობს. რა ის შეიძლება. და ლოგიკურად არ ახსნა, ხო?
მაგრამ ანუ არგუმენტი არ წარმოვადგინა და ანალოგიურ მე არგუმენტს მე არგუმენტის წარმოდგენას ვახდენ ანუ ხო მაშინ უნდა წარმოვიდგინო ანუ რა საფუძველი გაქვს მოვიცი რა წარმო არა ხე საფუძველი არ მაქვს მაგრამ არგუმენტებს მაინც ვაკეთებ შენ მითხარი რომ შენ მითხარი რომ ეგ იგივეაო მე რო თქვა რომ ღმერთი არსებობს და ამისთვის არაფერი არ გავაკეთო მაგრამ შენ რო ამბობ რომ ღმერთი არსებობს და სხვას არაფერს არ იძახი არგუმენტებს არ წარმოვადგენ მე წარმოვადგენ ერთხელ გეუბნები თუ გინდა ჩემ არგუმენტზე ვიმჯობ ჩემი არგუმენტი თვითონ ღმერთის არსებობის დემონსტრაციისთვის იყო ანუ ეს თვითონ არგუმენტი ეს ღმერთისთვისაა ანუ სხვა რაღაცისთვის არ არის ანუ არგუმენტი ამტკიცებს თვითონ ღმერთის ამ ტრანსცენდენტალური არგუმენტი ქვია თაგი ეგრეთ წოდებული ანუ მაგისთვისაა მოდი ნახე მე ხარ რომ დაგეთანხმა რომ ჩემს იმას რა ქვია საფუძველი არ აქვს ხო რა რითი დავიწყე საუბარი უნდა დამეთანხმო რა პრობლემაა ხო უნდა დაგეთანხმო სხვა გზა არ აქვს ხო საფუძველი არ აქვს თქო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე შემიძლია ლოგიკური მსჯელობა და ლოგიკური არგუმენტები. ეგ შეადარე, შენ რო თქვა რაღაც. აი წეგან თქვი რომ ეგ იგივეაო, რომ ღმერთი ვთქვა, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ სხვა არაფერი არ დავაყოლოო და არანაირად არ აუხსნაო. იგივე არ არის. არა, მაგაზე კი არ ვამბობ რომ იგივე. შეადარე. მე განა მაგაზე გეუბნები რომ იგივე, ანუ ნახე, ეხა შენ რო თქვა, ეხა რა მაგალითს მოიყვანე, მაგრამ აი ნახე, მე რატომ მინდა იცი რომ შეადარო, რომ პრობლემა გავიგე. შევადარე, აი კი, ანუ მიყო შედარებები ძალიან და შევადაროთ ორივე შევადაროთ ეხლა ერთად. ნახე, ესეთი რაღაც გავაკეთე. სიტყვაზე შენ რო გააკეთო, ესეთი განცხადება რა. რომ მე აი არ გამაჩნია ანუ ჯასტიფიკაცია ამ შემთხვევაში ლოგიკის კანონები რასაც ვიყენებ, მაგრამ მე მაქვს უნარი რომ გამოვიყენო ლოგიკის კანონები და მაქვს უნარი რომ ლოგიკურად ვიაზრო, რაშიც მე აბსოლუტურად 100% გედახმები, კი ანუ ლოგიკურად ამაზე მოყვარე მე პარალელი. პარალელი მოყვარე რომ შეიძლება ადამიანი არ აღიარებს მზის არსებობას, მაგრამ მზის ხივებს მაინც იყენებდეს ენერგიის გასათბობა და ასე ანუ ეს შეიძლება მეთქი. ეხლა რომ გადავიტანოთ იგივე მაგალითი, ანუ მე თუ კითხავ რომ კაი მე არ მახისა სიტყვაზე მე ლოგიკის კანონებს არ ვამართლებ არაფრით და ლოგიკის კანონები უბრალოდ არსებობს, ეგ იგივეა მეთქი მე რო ვთქვა რომ ღმერთი არსებობს და მორჩა full stop და აღარაფერზე არ ვლაპარაკობ. ეს არის იგივე ანუ ხოხლები ანუ გავს ერთმანეთს რა. ანუ ის არის. მაგიტომ ანუ ესე მსჯელობა ანუ მაგიტომ გეუბნები არბიტრაჟი. ხო აი არა კიდე ეთოკი ანუ არ შეიძლება დებატის დროს. კიდე ნახე მაგალითად მომიყვანეთ ხო? აი კიდე ერთხელ გეტყვი რა. მაგალითად მომიყვანეთ ხო, რატო წარმოიქმნება პრობლემა, როცა მე საფუძველი არ მაქვს, მაგრამ მაინც ამის მიუხედავად ლოგიკურად და არგუმენტირებულად ვსჯელობ. მაგალითი მოვყავს მე რო გითხრა რაღაც არსებობს და არანაირი არგუმენტი არ ამოვიყვანო. ანუ როცა იყენებ მეთოდს, ამ ლოგიკის კანონებს. იყენებ ეს მეთოდი არის აბსტრაქტული, არამატერიალური, კონცეპტუალური, თან შენს პერცეფციაზე არ არის და ასე შემდეგ, ანუ რაც საუბრობ და აბსოლუტურ იდეებს წარმოადგენს. ამისთვის თუ არ მეტყვი შენ სოფხედობაში, ათეიზმში, აგნოსტიციზმში, ამისთვის რა საფუძველი გაქვს? მე შემიძლია ეგეთი რაღაც გავაკეთო ნებისმიერ რაღაცაზე ჩემს სოფხედობაში. გეტყვი უბრალოდ რომ ღმერთი ასაა. შენ რასხოვით მე ანუ მომყავს არგუმენტი, ანუ საფუძველს წარმოგიდგინე ლოგიკის კანონებისთვის. შენი საფუძველი ღმერთია. ხო, ღმერთია. ღმერთი არ არის არგუმენტი. რატო არ არის არგუმენტი? ღმერთი როგორ არის არგუმენტი? ანუ საფუძველი შენ მეუბნები რომ მე საფუძველი მაქვს, ეგ საფუძველი არის ღმერთი. კაი, ღმერთი ახსენი, ანუ აი თვითონ არის ეგ არის თვითონ არგუმენტი ღმერთთვისთვისო, ხო მითხარი? ჩემი ერთადერთი საფუძველი არის ღმერთიო, ღმერთი ახსენი მაშინ. აი გეტყვი. ღმერთი არ არის მაგის არგუმენტი. გეტყვი რატო გეუბნები? ნახე მე რას ვიზახი. ნახე ანუ ლოგიკის ჯასტიფიკაციას როგორ ვაკეთებ ღმერთით რომ. ზოგადად ნებისმიერი წინადადება სიტყვაზე, ანუ შენ რო ეხლა ნებისმიერ რაღაც რო თქვა რომ მე ვარ TikTok live-ში და ვდებატობ, ანუ სავსეა რაღაცა მეტაფიზიკური კატეგორიებით რა, ანუ მაგალითად რა არის მე, ანუ მე რას მოიაზრებს მაგალითად უბრალოდ ქიმიური რეაქციები თუ რა, ანუ თუ რაღაცა მაგალითად პიროვნული იდენტობა თუ მარტო ინდივიდს ასე შემდეგ, ბევრი რაღაც. ანალოგიურად მე როდესაც ვსაუბრობ ლოგიკაზე, ცოდნაზე, ანუ რაც უშუალოდ ანუ ეპისტემოლოგიურ კავშირში ერთმანეთთან თავისთავად და ონტოლოგიურადაც ეგრეა, ანუ ყველა ვარიანტში მე ვამბობ ეს რაღაც ცოდნა აუცილებლად საჭიროებს ცოდნეს, ანუ პიროვნებას ასე ვთქვათ. ანალოგიურად ცოდნა საჭიროებს მიზანს, ანუ იმიტომ რომ მაშინ დებაც აზრი აღარ ექნებოდა ობიექტურ ტელოსაც ღმერთისგან არის შექმნილი მისი ლოგიდან, ანუ ეს ლოგი არის საღვთო იდეები, ანუ მაქსიმუმ ახსოვებელ სახაშოვამ ამაზე უბრალოდ დიდ ბევრი ძალიან არ მინდა რომ გავშალო. და ღმერთმა ამ შემთხვევაში ანუ ღმერთის ანუ ამ აბსოლუტური გონიერი ანუ ჭეშმარიტი არსის გამოხატულების ამ ლოგიდან გამომდინარეობს ლოგიკა, რაზეც ჩვენ გვაქვს ცნობა, იმიტომ რომ ვართ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილები, ანუ არსიდან გამომდინარე ანუ ჩვენ ცნობა გვაქვს ლოგიკაზე და ასე შემდეგ, ანუ მე ჯასტიფიკაცია წარმოგიდგინე, ანუ არსებობს საფუძველი, რაც არის პიროვნული მოაზროვნე, იმიტომ რომ იდეების პირველი წყარო არის ყოველთვის გონება და აი ამ გონიერი წყაროს არსებობა არის ამ შემთხვევაში ჩემი არგუმენტი ლოგიკის გასამართლებლად თან ძალიან სპეციფიკური პარადიგმით რა, უბრალოდ ჩაღრმავება არ მინდა, თორე ამ შემთხვევაში
ქრისტიანობას გულისხმობს სპეციფიკურად. და ამიტომ ანუ მე და თვითონ ეს არგუმენტიც მე ფორმულირებას რასაც ვაკეთებ, ანუ ამ შემთხვევაში ეს არგუმენტიც ემსახურება იმას, რომ ღმერთის არსებობა დაამტკიცოს, ანუ ცალკე არ არის. ანუ მე რო გეუბნები, რომ არის აუცილებელი პრეკონდიცია ბესთვის, ბ არსებობს, ამიტომ არსებობს, ჯდება ამაში, ანუ ღმერთი არის აუცილებელი წინაპირობა ცოდნისთვის, ცოდნა არსებობს, ღმერთი არსებობს, ანუ ცოდნა ამიტომ ღმერთი, ან როგორც არის კლასიკური ფორმულა რა მნიშვნელობა აქვს. და ამიტომ გეუბნები რა, ანუ მე წარმოვადგინე და ამ შემთხვევაში ანუ შენ არ გაქვს საფუძველი და ამიტომ გეუბნები. უნდა თქვა რომ ღმერთი არსებობს და ჩვენ მსჯელობის გაგრძელება შეგვიძლია ანუ თუ ღმერთის არსებობას ვუშვებ, მაგრამ არ ვფიქრობ რომ არა უშვებ ეგ დაშვება არ არის საკმაოდ უნდა გახდე რომ ჩვენ საუბარი გავაგრძელოთ საერთოდ ღმერთზეო ანუ რაღაცა თეისტი თუ არ ხარ ხო ანუ რაღაცა საფუძველს ვუშვებ რომ შეიძლება იყოს ეგ საფუძველი მაგიტომ საუბრობ საერთოდ ანუ კი მაგრამ დაშვება ოღონდ როგორი თემა ნახე ამ შემთხვევაში ანუ აუცილებლად უნდა დაიჯეროს საერთოდ რაიმეზე საუბარი შევძლოთ რომ არ არის კი ანუ მართლა ეგრე გეტყვი რატო ნახე ანუ ეხა მაგალითად ჩემი არგუმენტი არის ძალიან სპეციფიკური ანუ ძალიან სპეციფიკური პარადიგმიდან არის უბრალოდ ეს რომ ჩავშალოთ ანუ მაშინ მე უნდა ვილაპარაკო ნახევარი საათი და ანუ რადგან დებატია შეგნებულად მინდა რომ ანუ რაღაც ჩვენი აზრი დავაფიქსრო ამიტომ აღარ ვაღწევ მაგრამ სიტყვაზე რადგან ეხლა მე ანუ ამ შემთხვევაში ჯასტიფიკაცია არის წარმოქმნილი ლოგიკის კანონებისთვის ანუ ღმერთისგან და ღმერთი იხსნება ამ შემთხვევაში ლოგიკის კანონების მიხედვით თუ გინდა მსჯელობა მაშინ უნდა გამოყვერო ღმერთი არსებობს თუ ლოგიკის კანონების მიხედვით არ გინდა სიტყვაზე მსჯელობა და ლოგიკის კანონების მიღმავი გინდა რომ იმსჯელოთ ანუ ეგენი რო არ იყოს მაშინ კი ბატონო ანუ მითხარი მაშინ ლოგიკის კანონები არ გვინდა და ისე მიმსჯელოთ მე ნახავ ლოგიკის კანონები მინდა მასე მიმსჯელოთ მე ღმერთის არსებობას ვუშვებ მაგრამ არ მჯერა რომ არსებობს შეგვიძლია მსჯელობა შეგვიძლია მსჯელობა არა ანუ არ იმიტომ რომ რეალურად არაფერი არ შეგვიძლია მსჯელობა თუ იტყვი სიტყვაზე მაგას შენ თუ იტყვი რომ მოდი ღმერთი არსებობს და ეხლა გავიგოთ არის თუ არა ქრისტიანული ღმერთი ჭეშმარიტად ის ღმერთი რომელიც არსებობს აი ამ ღმერთის არსებობას უშვებ მაგიტომ საუბრობ აი ეხლა ხო გითხარი უშვება აი შენ არ არის მე უშვება რა თქმა უნდა იმიტომ რომ არ ვფიქრობ რომ არსებობს და რატომ უნდა ვაღიარო კი მაგრამ ანუ დემონსტრაცია ხო წარმოვადგინეს მაშინ ლოგიკის კანონები არ გამოიყენო რაღაცო იყენო რატო არ უნდა გამოიყენო ლოგიკის კანონები შეიძლება რომ გამოიყენო ლოგიკის კანონები მაგის ჯასტიფიკაცია და საფუძველია მაგ იმიტომ რომ რო გჯეროდეს მზის ხიობის და მზის არ გჯეროდეს ანუ ხო არარაციონალური ანალოგიურად რადგან დემონსტრაცია იყო მომხდინე ნახე შეიძლება იყენებდე მაგის მზის ხივებს რო იყენებდე ანუ ეგ არგუმენტი გავიგე ბაზარი არ არის რა მაგრამ ნახე მზი იმას რა ქვია ანუ მე ვიყენებ მზის ენერგიას ხო რომ ვიარსებო მაგალითად და აი კომენტარს გავცემ პასუხს ორი წამი მე გძმებო ანუ გასაგებია რომ ჩართვას მეხვეწებით რამდენიმე ადამიანი რა მორჩები საუბარს და ჩახთავთ გეხვეწებით აი გთხოვთ მოთმინება ვიქონიოთ ანუ ესე არ გასპამოთ ესე რა ანუ წყობიდან გამოსულება რომ ჩამთე გეხვეწებთ აი მოთმინებით დამელოდით გთხოვთ რა ანუ ხო ვესაუბრებიან და ნახე რას გეუბნები ანუ სიტყვაზე ანუ მე რო ხო არარაციონალური იქნება რომ ვაღიარებდე მზის ხივების არსებობას და მზეს არ ვაღიარებდე ანალოგიურად მე დემონსტრაცია გავაკეთე რომ ლოგიკის კანონების საფუძველი ღმერთია და თუ ლოგიკის კანონებში გინდა მსჯელობათ მაგ ჩარჩოებში და მაგ რაციონალურ მეთოდში თქვი ღმერთი არსებობს და მოდი ეხლა განვიხილოთ არა ნახე მოდი ესე როქნას მაგადავიანმა ჩემი აზრით ღმერთი არ არსებობს მაგრამ ღმერთი კი არა ბოდიში მზე ჩემი აზრით მზე არ არსებობს მაგრამ მზის არსებობას ვუშვებ და მაქედან გამომდინარე მოდი მზის ხევებზე დაყნობით ვიმსჯელოთ შეუძლია თუ არა ეს ფალასი no რატოა ფალასი კაი ახსენე ეგ რატოა ფალასი მზის ხევებზე როგორ ვიმსჯელოთ თუ მზე არ არსებობს უშვებს მზის არსებობას უშვებს და მაგიტომ მსჯელობს მაგაზე არა ანუ ნახე რატო არა ანუ ნახე შენ ანუ საბოლოოდ პოზიცია რა არსებობს თუ არ არსებობს ღმერთი არ ვიცი როგორ ანუ ნახე არ ვიცი ხო მაგით საუბრო არ ვიცი ხო პოზიცია არ არის ეს არის რაღაც შენი კონდიცია ჩემი აზრი გაინტერესებს პოზიცია მინდა რა პოზიციიდან ასხარ ჩემი აზრით ღმერთი არ არსებობს მაგრამ ვუშვებ რომ შეიძლება არსებობდეს ეს არის ანუ შენი პოზიცია არის თუ არა ღმერთი არსებობს არ არსებობს ეგ არის შენი პოზიცია რა არისო რა ანუ კი ან არა ხო არ იქნება ჩემი პოზიცია არა უბრალოდ მაინტერესებს მე გეუბნები ჩემი აზრით ღმერთი არ არსებობს მაგრამ ვუშვებ რომ შეიძლება არსებობდეს ანალოგია გავაკეთოთ თუ არ არსებობს შენი აზრით თუ ღმერთი არ არსებობს პოზიცია ეგ გიჭირავს რომ ღმერთი არ არსებობს რას უშვებ ეგ არის უკვე მეასე ხარისხოვანი ხა ამ შემთხვევაში ამიტომ დებატი არ გამოვა რატო აი ნახე შენ მომხდინე აი ისევ იმ ანალოგიას რო შევეხოს რა რაც მოკავს რეალურად მზეზე ადამიანს
ადამიანს ჟერა, რომ მზე არ არსებობს, მაგრამ აი მოდი რა ვქნათ იცი მე და შენ ანუ ხომ მყავხარ დამატებული TikTok-ზე რა ანუ სხვაგანაც დამამატე Instagram-ზე და Facebook-ზე დამამატე უკა აუ რამაწერია ჩაგიგდებ რა მოკლედ მოწერა რაღაცა ვიმეგობროთ ის ესა და სხვა დროსაც აი რაღაცა ჩვენ რაღაცა კონსეს რაღაცაზე თუ ვიქნებით შეთანხმებული მაგ დროს უკვე ჩვენ შეგვეძლო მე დარწმუნებული ვარ შენ ნელ-ნელა მოდიხარ თეიზმისკენ და მაგით რომ აი თეისტი რო გახდები რაღაცა თეისტი ის კი არა რომ ქრისტიან რამდენი ფილოსოფოსი არსებობს თეისტი არის და ქრისტიანი არის სიტყვაზე თეისტი რო გახდები მე ერთად დავამტკიცოს ქრისტიანობის ჭეშმარიტება და მე სპეციფიკურად წავიყვანთ ესე ვქნათ ხო ანუ თეისტ ხო არა ბაზარი არა კაცო დაუმეგობრეთ და ვისაუბროთ მაგრამ ნახე თეიზმისკენ არ მოვდივარ, მაგრამ ანუ თეიზმისკენ რო არ მოვდივარ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მე ღმერთს არსებობს, არ უშვებ. ეხლა გეუბნები, კიდე მართლა იმ ანალოგიაში ბაზარია, მითხარი, როგორ არ შეიძლება ეგ მოხდეს და ბაზარია რა დაგეთანხმები გულწრფელად. ანალოგია არ მითხარი, აზრი არ აქვს, არ მითხრა. ეხლა გეტყვი და მითხარი. აი შეხედე, ნახე. მათქმევინე. შენ ამბობ, მე მეგონა მე მეკითხებო. არ, ჯერ სანამ კითხვას დაგისვა, მაგამდე ხოლმე დაგისვა კითხვა. ერთი წუთი ნახე. ადამიანი რომელიც ამბობს რომ ჩემი აზრით მზე არ არსებობს მაგრამ ვუშვებ მზის არსებობას და აქედან გამომდინარე მე შემიძლია მზის ხივების ვისაუბრო და მზის ხივებზე ვისაუბრო შეუძლია თუ არა ეს აი ნახე შეხედე გეტყვი რატო არ შეუძლია და რა გეტყვი რატო არ აქვს აზრი როცა ადამიანი ეგეთ პოზიციაშია აი მარტივად რა შეიძლება მარტივად აღიხსნი მაგალითად მე იმისთვის შენ რო დაგიმტკიცე რომ მზე არსებობს ამისთვის ერთადერთი მეთოდი გამაჩნია მზის ხივები მზის ხივების გარშე ვერ დაგიკიცე მზის არსებობას ხო ასეა ანუ მზის ხივების გარშე ვერ ანუ მე უნდა დაგიკიცო მზის ხივების უნდა დაგიკიცო ხივების გარშე ვერ დამტკიცე მზის არსებობას ანუ აი წარმოგიდგინე ხო აი არასწორია არა აბა სინათლე თუ არ არსებობს სხვა რაღაცებითა შეგიძლია მზის დამტკიცება მარტო მზის ხივებით არა აი სიტყვაზე ბრმა რო იყო და სიტყვაზე შეგრძნებებით და რომიც ასე შემდეგ კი არა მე ისე გეუბნები ანუ სიტყვაზე გეუბნები ანუ სიტყვაზე აი წარმოიდგინე ესეთი რაღაც ანუ ვეცდები რაც შეიძლება გავამარტივოთ ბჯობა ნახე სიტყვაზე შენ რო ანუ იცხოვდე ემპირიულ ჯასტიფიკაციას ამ შემთხვევაში დანახვით ანუ რო იცხოვდე რაღაც დანახვით ჯასტიფიკაციას და ესეთი რაღაც რო იყოს რა ანუ მე მაქვს ესეთი მეთოდი ეს არის მზის ხევები რითიც შემიძლია რომ მზის არსებობა დაგიმტკიცო ანუ მე ვაპირებ ახეთა პოზიციიდან რომ მზის არსებობა დაგიმტკიცო მზის ხევით და შენ გახარ მეორე პოზიციაში რომელიც მეთანხმები რომ მზის ხევები არსებობს მაგრამ მეუბნები რომ მზე არ არსებობს და უკვე მე არანაირი მეთოდი აღარ გამაჩნია ანალოგიურად ლოგიკა არის ჩემთვის საფუძველი რითიც შემიძლია რომ ღმერთის არსებობა დავამტკიცო შენ თუ მეუბნები რომ ლოგიკა არსებობს მაგრამ ღმერთის არსებობას არ ვიჯერებ ანუ მაშინ იგივე პოზიციაში ხარ როგორც მზის ხევების არსებობა არსებობს არა მზე არ არსებობს იმ პოზიციაში რო იყო მოხდები ანუ ეს არის საბოლოო არგუმენტი მაგიტო აზრი არა აქვს რა ამ შემთხვევაში აი ნახე ანუ სოფხედელობებს შორის აზრი არა ხო მიხვდი რას გემო სოფხედელობრივ დონეზე რა ხო გესმის რას გემო ხო და აი აზრი როგორ არა შენ რო იყო სიტყვაზე კითხვის დასასმელად ამოსული ანუ შენ რო კითხვას სვამდე ანუ რო აი მე ეს მაინტერესებს უბრალოდ მე სადებატოდ კი არა რომ კითხვა მაქვს და კითხვა ეს თუ ეს მაშინ რატო ეს და ასე შემდეგ ეს ნუ ეს კიდე სხვა ინსტანცია მაგრამ სადებატს აზრი არა ხო მიხვდი რას გემო ხო ისე წყალი დავლია ბოდიში ხო რამდენი წყალს ვამ აი პირი გიშრება რატოს ვამ მეც დავლოკა ხო რა ბევრს ვლაპარაკო რა პირი რამდენი წყალს ხო ნახე შენთან მე ნახე ანუ ადამიანები რისთვის დებატობენ რა კომენტარებში რა ამბავი მოდელები არ არის არავინ ადამიანები რისთვის დებატობენ როგორც ერთმანეთს ეჯიბრებიან კი არა დებატობენ რომ სიმართლემდე მივიდნენ რა ერთ-ერთი მეთოდია რომ სიმართლემდე მიხვიდე ადამიანთან სხვა ადამიანთან დებატი ოკეი კი სიმართლემდე მისვლა თუ მინდა და მე ვუშვებ რომ მე თუ ქრისტიანს ვედებატები შეიძლება ქრისტიანული ღმერთი არსებობდეს შენ მეუბნები რომ მაგაზე საუბარს აზრი არ აქვს მაგრამ მეუბნები რომ შენ შეგიძლია ლოგიკურად დავამტკიცო ჭეშმარიტებაო როგორ ანუ აი როგორ უნდა იყო როგორ უნდა იყო იცი რომ ანუ უნდა იყო ყველა ვარიანტში open minded ანუ რო სიტყვაზე ღია რომ რაღაც თუ ესე მოყვება კი რა თქმა უნდა open minded უნდა იყოს მაგალითად მე და შენ თუ მსჯელობთ მზის არსებობაზე მეთოდი მაქვს მზის ხივებით რომ დაგიმტკიცო მზე და შენ მეუბნები აი მზის ხივები არსებობს ანუ მე მეთოდი აღარ მრჩება ანუ აზრის საფუძვლები აღარ გვაქვს ანუ საერთოდ დებატის ხომ მიხდი რას გემო მოიცა ანუ ნახე
მზის სხივების მზის დამტკიცება შეიძლება სხვა რაღაცეებითაც, ხო? მარტო მზის სხივებით არა. ანუ არა, ამ შემთხვევაში მე ყველა ვარიანტში მჭირდება ეს მეთოდი, ეხა მზის დამტკიცებაზე გეთანხმები სხვა მეთოდითაც შეიძლება, მაგრამ მე ყველა ხო, ანუ ნახე, ანუ ამ მეთოდის გარეშე არ შემიძლია ამის მე ხო, ნახე, მე რა ადამიანს, კაროჩე, აი ესეთი რაღაცა. შენ რა სიძახი სიტყვაზე? აი, მზის სხივების გარეშე დაუმტკიცებ მეორე ადამიანს, რო ღმერთი არსებობს, ისა მზე არსებობს ბოდიში, ხო ვერ დაუმტკიცებ. ყველა ვანიშ ხო? მზის სხივების გარეშე დაუმტკიცებ თუ არა მეორე ადამიანს, რომ მზე არსებობს? დაუმტკიცებ, ხო? როგორ ვერ დაუმტკიცებ? ან მზეს რო არ ქონდეს ის სხივები, ანუ ხო თავისთავად ეგ არის. არა, ნახე, აი ტყუილად ვიძახი ამას, მაგრამ შესაძლებლობა არის, მაგრამ რა სიტყვაზე, რო შენ წაიყვან კოსმოსში და დაანახებ მზეს და იმ მზე არსებობს. სხივები თუ არ აქვს როგორ დაინახავს? როგორ? ანუ ის რა ქვია, ანუ გოანათ იმას ხედავს გამოსხივებას თავისთავად, ხო? ანუ ხო, აი რა თქმა უნდა, მაგრამ მიიყვა მზემდე და დაიწვება ის სიტყვაზე. რაღაცა ეგეთი, სხვა შესაძლებლობაც არსებობს, რომ მზის არსებობის შესახებ ადამიანს რანაირად, აი ამიხსე. აი რანაირად, აი სიტყვაზე, რანაირად, აი პროსტა აი რო უთხრა, რომ მზე არსებობს და იმან თუ დაიჯერა, მაგ შემთხვევაში ეგეც რაღაც შეიძლება. ან სიტყვაზე შეიძლება უთხრა, რომ აი ვიღაცამ დაწერა. ხო, შესაძლებელი ხო არის, ამიტომ არსებობსო, მაგრამ პროსტა შესაძლებელი არის, მაგრამ აი ნახე, წერა რასაც ავუგე, აი ავტორიტეტის მიმართვის ფალასი. ანუ ფალასის თუ გავაკეთებთ, შეგვიძლია ყველაფერი. კარგ რაღაცას ვიზახთ. ფალასის გარეშე რაღაცებს ვიზახი, შენ რაღაცებს ვიზახი, კი ბატონო, მაგრამ არა, წერან ვიზახი ხო კარგ რაღაცას, როცა გესაუბრებოდი, მაგრამ ისა ხო, იმას ვიზახთი, რომ მე რა, ანუ ეგ ადამიანი, აი წერან მითხარი ესეთი რაღაც, რომ აი კიდე ეგ მანახულობს მე, რომ წერან მითხარი, რომ ანუ ადამიანს რაღაც საფუძველი თუ არა აქვსო, ანუ ჩემი აზრით ადამიანს რაღაცაზე საუბრის საფუძველი არა აქვს, ეგ ადამიანი ჭეშმარიტებას ვერასდროს ვერ დაამტკიცებს. იმიტომ რომ საფუძველი ჭირდება, საფუძველი ჭირდება, ადამიანები თუ მსჯელობენ მზე არსებობს თუ არა და ადამიანს თუ მზის არსებობის არ ჯერა, ეგ ადამიანი მაგრამ სხივებზე იძახის, რომ ეს არსებობს, ეგ ადამიანი ჭეშმარიტებას ვერასდროს ვერ დაამტკიცებს. ძალიან კაი. ხო? ანუ მაგიტომ გეუბნები, რომ ლოგიკის არსებობის ჯერა და ღმერთის არსებობის არ აღიარებ, იგივე პოზიციაში ხარ, ანუ ჭეშმარიტებას ვერასდროს ვერ დაამტკიცებ. მაგიტომ არ აღდება საზრი, მაგ გეთახმები. ხედა უკვე ჭეშმარიტები რა. არა, ძალიან ნახე, არა, წერან მითხარი, რომ ჭეშმარიტებას დაამტკიცებ. ტემპერატურა არ გამომდინარეობს. კაროჩე. ხო, ისმენს მაგ. ნახე, წერან მითხარი, რომ ისა რა ქვია, ჭეშმარიტებას დაამტკიცებსო ეგ ადამიანია. ხო მითხარ? როგორ? წერან მითხარი ესეთი რაღაც, რომ ჭეშმარიტებას ადამიანი, რომელსაც რა ქვია, ლოგიკის საფუძველი არ აქვს, დაამტკიცებსო. ანუ რას გეუბნები, იცი რომ რაღაც ჭეშმარიტებას დაამტკიცებს სიტყვაზე, ხა შენც მაგას რომ ედაო ფანჯარა დაკეტილი იყო თუ ღია, ამ შემთხვევაში კი, მაგრამ როცა მიდის ნახე, ჭეშმარიტების დაამტკიცება რა. ანუ ობიექტურ ჭეშმარიტებას ანუ მე გეტყვი რომ საბოლოოდ მაინც თუ გინდა მაგ არგუმენტს დავიცავ თუ გინდა, რომ საბოლოოდაც ვერ დაამტკიცებს, ანუ ჯასტიფიკაციას ვერ მოხდეს და გეტყვი რატო. ძალიან მარტივი მაგალითი რო ავიღე. შენ რო შენს მაგას ედავებოდე ხა, რომ ფანჯარა სახლში იყო ღია. რო გავედითო, ის გედავება, არა. ფანჯარა იყო დაკეტილი, რო გავედითო რა. ანუ ამ შემთხვევაში ყველა ვარიანტში შენ მოიაზრებ თავისთავად ვიცით რომელ კანონსაც რა. ყველა ლოგიკის კანონს. რო ეგ ნაღდებო ისე. ანუ ნახე სიტყვაზე შენი ძმაკაცი თუ გეტყვის ესეთ რაღაცას, არა, გიო. ორივე მართლები ვართ ჩვენ. ანუ ფანჯარა ჩვენ რო გავედით, ღიაც იყო და დაკეტილის ერთდროულად ერთ ინსტანციაში ერთ კონტექსტში. ბატონო, არასწორი. შენ ეტყვი, ანუ ჩემი ძმა, ანუ ესე არ ხდება ლოგიკის კანონი, ის და მე ის გეტყვის. საიდან მოიტანე რომ ლოგიკის კანონები უნივერსალურია, გეტყვის მაგალითად ადამიანმა შექმნა და რაღაცებს და ეს არის უბრალოდ. ხო და ანუ ნახე და მე არა, ჩემი ძმა ეს არის აუცილებელი, აბსტრაქტული, არამატერიალური და აი მე რა სიტყვებსაც გეუბნები, აი იმას დაიწყება აუხსნა. აბსტრაქტული, არამატერიალური. იმის საფუძველი რა არის რო კითხოს რომ ანუ სიტყვაზე ანუ რანაირად არის ეგ, ანუ უნივერსალური რანაირად არის რო კითხოს, ან რო კითხოს რანაირად სიტყვაზე ანუ მაგალითად რანაირად აქვს უსასრულობა, ანუ უსასრულობა. აჰა, ეგ ხომ კითხა, რომ აი კი, მაგრამ აი რო კითხოს რანაირად არისო მარადიულიო. ანუ რო გითხას მაგალითად რომ დღეს ესეა ლოგიკის კანონი, მაგრამ ხვალ შეიძლებაო რო გითხას. მაგაზე რა პასუხს გასცე? ხო, რა ქვია, ნახე, იმიტომ რომ ადამიანები არ ცვლიან მაგას. ანუ ნახე რა რო კითხოს. ადამიანის გონებისგან დამოუკიდებლად არსებობს. კი, მაგრამ ნახე რას ძალიან კაი ვიცი ხო, მართალი ხარ, მაგრამ ნახე რას გეკითხება შენი ძმაკაცი. შენი ძმაკაცი გეკითხება ეს რაღაც. აი ეგ ლოგიკის კანონი, ანუ წინააღმდეგობის კანონი შენ ხარ ასაც მეუბნებიო. ეგო იქნებო დროში არისო შეგვიქნებო დღესო მუშაობსა და ხვალ არ მუშაობსა და მარადიული რატო არისო მაგას როგორ მიმტკიცე და მაგაში თუ მეთანხმება შეხო იტყვი რომ მარადიულია ყველა ვარიანტში ხო
ნახე შეიძლება რაღაც დღეს სიმართლე იყოს და ანუ ნახე შეიძლება რაღაცა ჭეშმარიტი იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ხო აღარ იქნება შეიძლება. აი მაგალითად დღე ერთი წუთი ნახე ჭეშმარიტი არის თუ არა ის რომ კვერცხს თუ ჩადებ მაგალითად ადუღებულ წყალში მოიხარშება. კი ბატონო. ხო არის ეს ჭეშმარიტი, მაგრამ შეიძლება ანუ გავიდეს დრო და წყლის ადუღების საშუალება აღარ იყოს ან რაღაცა ეგეთი მოხდეს და ანუ ეგ ვეღარ მოხდება ხო ფიზიკურად, მაგრამ ეგ ჭეშმარიტება მაინც დარჩება. ოკეი, გუდ. ხო? და მარადიულია, ვსო? ანალოგიურად, ანუ ისა კვერცხი რომ დუღდება იმაზე რა ხვია. მარადიულია, კი ბატონო. ადუღებულ წყალში კი ბატონო, ესე, ხო, მაღაზია როგორ არის მარადიულია, კითხვა ხო დამისვა. ეგ არის მარადიული. ხო და ნახე, მარადიული არის ისევ იმ მეთოდიდან გამომდინარე, რისი პრესუპოზიციას ხდება ახლა ლოგიკის კანონებიდან გამომდინარე რა, მარადიულია იმიტომ რომ არა, ნახე, ეხლა პრესუპოზიცია არ არის, შენ წინადადება შენი ძმაკაცი, ნახე, შენ შეგიძლია მითხრა, ჩემი ძმაკაცი დაკითხვას დამისვამდა, რასაც მე ვერ ავხსნიდი. რადგან საფუძველი არ მაქვს. კი, ეგ, ნახე, მითხარი მარადიულობაო. მე მაგაზეც კითხავს. რომ იქნება აღარ ადუღდეს ისა კვერცხი წყალში, იმიტომ რატო გეუბნები ვიცი რომ სიტყვაზე ეგ წინადადება იქნება აღარ ადუღდეს, ნახე თავიდან ბოლომდე მოიაზრებს ისევ იმ კანონებს რა რის გამართლებასაც ხთხოვდა, მაგალითად შე როცა ამბობ რომ წყალ ადუღ არა, ნახე, ჩემი ძმაკაცი რა შვებოთ. მე მოდი ახლა ჩემი ძმაკაცზე ვისაუბროთ. აი მაგალითია ეგ რა. მე გეუბნები, ჩემი ძმაკაცი ისეთ კითხვას რას დამისვავს, რისი ახსნის საშუალებაც მე არ მექნება, იმიტომ რომ საფუძველი არ მაქვს. კითხა, მაგრამ გეუბნები ისე რომ ნახე წარმოიდგინე ადამიანს, რასაც რო ელემენტარულ ჭეშმარიტებას უმტკიცებ. რომ ფანჯარა იყო ღია და ფანჯარა რო ღია იყო, ეს შენ დაამტკიცე, ემპირიულად დაამტკიცე. დაჟე შეამოწმეთ ღია იყო თუ დაკეტილი მე ნახეთ და ეს დამტკიცებული და ხო ღია იყო. ის სხვა რაღაცაზე გედავება, ეხა იმაზე კი არ გედავება რომ ღია იყო. ეხა ის გედავება შენ საერთოდ მეთოდზე, ეს რაღაც გეუბნება. რომ ღიაც იყო და დაკეტილის იყო, ორივე იყო ერთდროულად ერთ მომენტში, ის რაც წინააღმდეგობს, ამას გეუბნება. მე შენ უნდა უთხრა ესეთი რაღაც, რომ ეს აბსტრაქტული არამატერიალური კონცეფტი არის მარადიული, ეს წინააღმდეგობის კანონი არ იცვლება, მარადიულად ესეა. ხო ხტები? ამიტომ თავისთავად ეს უნდა აუხსნა. და შენ თუ კვერცხის მაგალითზე აუხსნი, კვერცხის მაგალითზე არის წრიული მიზეზობა, იმიტომ რომ წრიულის მიზეზობა იგივე იდენტობის კანონს უხსნი, ოღონდ იმაში მე იმაში მაგალითში შეკავს რა, მეც არაფერს არ შევ. ამიტომ თვითონ იმ მეთოდის ახსნაზე გეკითხება, რანაირად არის ლოგიკის კანონები მარადიული, როცა მარადიულის ფაქტიურად არაფრის არ გჯერა იმ შენს ოფედოლოში ათეიზმს. ნახე, არა, მარადიული რანაირად არის, ესეთი კითხვა ხო დავამისვა. და მაგალითი მოუყვანე, რა შეიძლება ობიექტური ჭეშმარიტება როგორ შეიძლება იყოს მარადიული. ანუ სხვა არაფერი, რას მეკითხება, რას მეკითხება, რომ რა მინდა. რომ შენ რა მეთოდს იყენებ, ეხა ვეცდები რა შეიძლება მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანო რომ აგიხსნა. ნახე 2+2 არის 4 რა. ეს არის შენი მაგალითი. სიტყვა 2+2 არის 4 და ვიღაცა გეუბნება რომ ეს დამიმტკიცეო ემპირიულად. შენ ეხა ცდილობ რომ ემპირიულად დაუმტკიცო ლოგიკა და ამ შემთხვევაში მაგაში ხარ პრობლემაში, მაგას გეუბნები. ნახე. შენ რომ მე მაგალითად მე რო ვეცადო რომ 2+2 4 დაგიმტკიცო ემპირიულად, ვერასდროს ვერ დაგიმტკიცებ და გეტყვი რატო. მე რო გითხრა რომ აგერ ორი წიგნი ავიღე სიტყვაზე რა და ორი წიგნი მიუდე და ამიტომ ეს 4-ია. ეს ემპირიული მტკიცებულება საბოლოოდ მაინც არ იქნება და გეტყვი რატო? იმიტომ რომ შენ რომ მკითხო რომ სიტყვაზე იქნება ამ ინსტანციაზეა და სხვა საგნები რო შეკრიბო, ეგრე აღარ იქნება. ან მაგალითად გეტყვი ხა აბსოლუტურ მათემატიკურ ჭეშმარიტებას, რასაც ვერავინ ვერასდროს ვერ დაამტკიცებს ემპირიულად. მაგალითად, მეთანხმები თუ არა რომ ყველა ლუწი რიცხვი იყოფა 2-ზე. ხო. კი, რავი, დავთ მაგაზე ყველა ლუწი რიცხვი არის. ხო, არა, ობიექტურ ჭეშმარიტებას რა თქმა უნდა დაგეთახო. ყველა ლუწი რიცხვი. ეს გადახმება რაში ჭირდება? კი ბატონო, ყველა ლუწი რიცხვი იყოფა 2-ზე. ამას ვეუბნები სიტყვაზე ჩემს მაგას. მეუბნებ დამიმტკიცე. მე შემიძლია რაღაცა რიცხვებზე დაუმტკიცო 2, 4, 6, 8, 10, 20, ყველა რიცხვზე ვერ დაუმტკიცებ ვერასდროს, იმიტომ რომ უსასრულოდ გრძელდება ეს რიცხვები. შეუძლებელია მის დამტკიცება, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ჭეშმარიტი. მაგაში იდეა ხო არ არის. მე ამის დამტკიცება როგორც შემიძლია არის რომ სიტყვაზე მე მაშინ მათემატიკა უნდა დავამტკიცო, ისევ მათემატიკით რაც წრიული მიზეზობაა და ამ შემთხვევაში შენც რა შენს მაგას რო კვერცხის მაგალითზე რაღაცას უმტკიცებ, იდენტობის კანონით უმტკიცებ ლოგიკას, ლოგიკას ამტკიცებ ლოგიკის რაც წრიული მიზეზობაა და ფალასია საბოლოოდ. ამიტომ უნდა ობიექტურ ჭეშმარიტებას ვამტკიცებ ლოგიკით. ლოგიკას ლოგიკით არ ვამტკიცებ. ლოგიკის ჯასტიფიკაციას გთხოვს. გეუბნება ამიხსენი წინააღმდეგობის კანონი. ნახე, შენ ვითხარი რომ
ეხლა რა მაგალითის მომიყვანე რომ აი მე უსასრულო და ვერ აუხსნე ჩემს მაკაცო ამ ციფრებზეო, მაგრამ აი 4 რო გავყოფთ 2-ზე მაგას ხო უხსნი უკვე. ხო, მე რა. ხო, აბა ემპირიულად ვერ უმტკიცებ, ხვდები, ანუ ნახე რას გეუბნები, ანუ იმან რომ მითხრას, მე ვეუბნები რომ. ხო, მაგრამ ემპირიულად აი შენ თვითონ ვეთქვი რომ სხვანაირად ვეღარ დაუმტკიცებ აი რაღაცეებს, რომ აი ემპირიულად ვერ დაუმტკიცებ და ანუ ვერ დავამტკიცებ მე ამის აი დამტკიცება, რასაც ქვია დღესაც ეძახიან, ანუ ამის დამტკიცება შეუძლებელია, იმიტომ რომ დავამტკიცოთ მართლა ყველა რიცხვი უნდა გავყო 2-ზე და უნდა ვაჩვენო, რაც შეუძლებელია, უსასრულოა ხო პოტენციალი. ნახე მე ასეთ რაღაცას გეტყვი რა, მე ჩემის მაგას რო ჩამეზიოს, ჩემი ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის საფუძველზე, აუცილებლად ყველა კითხვაზე მექნება პასუხი. აი მე ჩაგეძიებით, აი მე რო ჩაგეძიებით, ან ჩემს მაგას მაგურად მე ვარ სიტყვაზე და აი გავუბერე და დამიმტკიცე რომ ფანჯარა ღია იყო და მე გეუბნები რომ ღიაც იყო და დაკეტილიც ერთდროულად ერთ კონტექსტში მეუბნები რომ ღიაც იყო და დაკეტილიც, ხო? მე მეუბნები შენ სიტყვაზე, კაი, ეხლა რა პასუხსაც გამცემ, გასაგებია რომ ლოგიკის კანონი და ეს და კაი, გამოყევი. გეკითხები, ანუ ეს ლოგიკის კანონები რო არის მარადიული და აბსტრაქტული რო არის და რანაირად არის მარადიული, ანუ რანაირად აქ რანაირად არის მარადიული რას ნიშნავს? მარადიული განსაზღვროს დროს, რომ დღესაც სიმართლეა და 100 წლის მერე სიმართლე იქნება და უსასრულო სიმართლე იქნება. ხო და უსასრულობა რანაირად აქვს, ანუ ლოგიკა. ხო, ანუ ნახე, იმიტომ რომ დღეს რო ჩადებ კვერცხს ადუღებულ წყალში, დღესაც მოიხარშება და მილიონი ჯასტიფიკაცია, ეგ წრეზე სიარული. ანუ ნახე, როგორ შეიძლება იყოს მარადიული და დაგიმტკიცე რომ ასე შეიძლება იყოს მარადიული და 100-ია მარადიული. ანუ იდენტობის კანონს ვარაუდობ ლოგიკისტვის. ანუ ნახე მე რო გითხრა რომ ანუ მაღაზიაში შეგეწინააღმდეგე კვერცხის და წყლის მაგალითზე შეგეწინააღმდეგები და გეტყვი რატო? ანუ შენ მოიაზრებ, ანუ ლოგიკის კანონების ხო იცი ნახე სამ ძირითად კანონს მოიაზრებ რა ძალიან რო არ გამოსულ. იდენტობისას, წინააღმდეგობისას და იმას არასებურ შუაღულისას რა. შენ ეხლა რა მაგალითის მოყვავს კვერცხზე, ანუ საინტერესო მაგალითი, ანუ უფრო ემპირიციზმში გადადა. ანუ იმ კვერცხზე მაგალითით მოიაზრებ იდენტობას. იმიტომ რომ ჩვენ თუ იდენტობის კანონი წინააღმდეგე და შეგეწინააღმდეგები მაგაზე, გეტყვი რომ ეგრე არ არის. ანუ მე გეტყვი რომ ეგრე არ არის კვერცხს მიმართებაში, იმიტომ რომ იდენტობის კანონს არ უშვებ. ანუ მე გეტყვი რომ კვერცხი. ანუ ეგრე არ არის, ხო მეტყვი. ეგრე არ არის, ხო მეტყვი. ხო, გეტყვი რომ არასწორი ხარ, იმიტომ რომ ჩვენ რომ მოვკვდეთ, ჩვენ რომ ორივე მოვკვდეთ, კვერცხი მაინც მოიხარშება თუ ადუღებულ წყალში ჩავარდა. და ჩვენ გადამოუკიდებლად არსებობს ეგ სიმართლე. ეხლა ხო ხვდები რას ვაყენებ მე ეჭქვეშს, ანუ მე ვაყენებ კვერცხს რო ამბობ, ანუ მე ეჭქვეშს ვაყენებ იდენტობის კანონს, ანუ მე გეუბნები რომ კვერცხი არ არის და წყალი. აი იდენტობის კანონის ეჭქვეშს დაყენება არის შეუძლებელი, იმიტომ რომ შეუძლებელი არ არის ვაყენებ, მაგრამ სისულელეა გეთახმები, ანუ იდენტობის კანონის ეჭქვეშს. რა თქმა უნდა, სისულელეა, იმიტომ რომ აი ძალიან კაი, ანუ მე გეთახმები, ანუ მე კი არა ანუ უბრალოდ ჯასტიფიკაცია არის წარმოსადგენი, ანუ იდენტობის კანონის ეჭქვეშს დაყენება არის სისულელე. მაგრამ უბრალოდ ეს რომ მითხრა სისულელეა ეს რომ ეჭქვეშს დავაყენოთ, ეს არგუმენტი არ არის, ამიტომ უნდა კი, არგუმენტი კვერცხია. მე წარმოგიდგინე ჯასტიფიკაცია, რომ არსებობს მოაზროვნე აბსოლუტური. შენ ჯასტიფიკაცია წარმოგიდგინე, რომ არისო ღმერთიო და მორჩაო, ანუ ნახე. აი რავი, აი კაი რა ვქნათ, იცი, აი სხვა დროსაც ამოგიყვან და მე ვიმჟელოთ რა. უბრალოდ ამ თემაზე არა, რამე სხვა თემაზე, სხვა თემა არჩი რა. ამაზე, ანუ ეს რავი, ამაზე მე ეხა მე რასაც გეუბნები, მე გეტყვი სახელს რა ქვია ამას მე არგუმენტს თვითონ. ტრანსცენდენტალური არგუმენტი ქვია რა, ანუ თუ ვინა ამის სტრუქტურაზეც იმჟელი. კი ბატონო, კაი, ეხლა აზრია რა. ანუ სიტყვაზე რაღაცა, ანუ ლოგიკის საფუძვლები ათეიზმში რანაირად ის ანუ ჩემი არგუმენტი იქნება ყოველთვის რომ არ არსებობს და ასე შემდეგ სხვა დროსაც ვიმჟელოთ რა. სასიამოვნო იყო შეთალაპაკი, სხვასაც ამოვიყვან პროსტა რა. კაი, კარგად. იგეწიოს უფალი ეს ოფისეც მახარ. გაიხარე. გაიხარე.